ნუ მთელი აზია მოდის გიორგი. ევროპის ნაწილიც. სტიქია მოდის. ფლოტი არის 1207 სამხედრო გემი, ჩამოთვლილია ვისი არ. და 3000 სატრანსპორტო გემი. ესე იგი ამბობენ რომ მიდიოდნენ მდინარეებს აშრობდნენ. წყალი ხო ჭირდებოდა. ტბებს აშრობდნენ იმდენი. ყველა ძლიერი შენაერთი არის უკვდავთა კორპუსი, ესენი არიან ელამიტები, სპარსელები და მიდიელები, არისტოკრატიის შვილები, ესენი არიან მეფის დაცვა. შუა საბერძნეთიდან ბრძოლის სურვილი გამოაცხადა ათენი, გასაგებია ევბეის ნაწილმა, პლატეა და თესპია ბეოტიაში ასევე. ლოკაციას ატყუთებით მტერს. ეს ზღვა რომ მოდის. და მეორე საკითხი კიდე რამდენი ვართ? რამდენი გამოგვყავს ჯარი. ლოკაციაზე შეთანხმდნენ, რომ ვიწრო ხეობაში უნდა დავხვდეთ, გადაწყვიტეს, რომ ეს არის თერმოპილი. თერმოპილეში უნდა ხო ახალი ლოკაცია. ხმელეთს მოადგა ეს. ერქსენ გამოიარა, სპარსულმა აზია მოდის ეს. გავს ეს თესალიის ველები მოდიან და მოდიან ბოლო არ მოადგნენ ამ თერმოპილეს. აი ბოთლის ყელია რა, ვერ გაიღვი. ამ ბერძნებმა რომ დაინახეს ძალიან ბევრ შეეშინა, აი პელოპონესელებმა თქვეს რომ აზრი არ აქვს, წამოდიო და ისთმოსის ყელიო დავიკავოთ იქაც სამხრეთ საბერძნეთს შესასვლელი კორინთოსთან 60 კილომეტრები. მაგრამ თესალიის მაგნეზიას რომ მოუახლოვდა ეს 400 გემი. იო ამოვარდა ქართლები ჩაიტანა წყალში ეს. აი ამ ომის დროს, აი იტყვი აი ზევსი ომობს რა. იქ მარდონიუსის ფლოტი ხო ჯაძია. ახლა ნახე რამდენი ჩაიძინა. საზღვაო ბრძოლა იყო ურთულეს ხელოვნა. ბრძოლა როგორ მიმდინარე, ეს გემები ერთმანეთს ეჯახებიან, მაგრამ ცხვირებზე აქვთ ბრინჯაოს ეშვები რა, რომელიც ვატერლინიის ქვეშ არის და მთავარი არის რომ გვერდში ფერდში ან უკრინა უნდა დაეჯახო და დაძირო რა. მთავარი არის გეომეტრია, საიდან მოექცე. მაგრამ რამე მოხდა უბედნიერესი ამბავი მოხდა ბერძნებს. ქარიშხალი ამოვარდა ის წრეზე წასული 200 გემი ჩაიძირა სპარსელებს. სეიმი არ ინგრევა ბერძნული ფლოტი. ზევსი ჩვენთან არის. აშკარად მაგათთან იყო. პოსეიდონი ჩვენთან. პოსეიდონი. კიდე მეორე სასახალო ამბავი ათენიდან 53 გემი მოვიდა კიდე დამატებით. ნუ რაც შეეძლო თქნეს ბერძნებმა რა, მაგრამ ნუ ახლა ვეღარ გაუძლეს. პირველი გაუშვა მიდიელები. ახლა მაგარი მეომრები იყვნენ, ნუ დანაყეს რა ბერძნებს, კედლად დგანან. წინ სპარტელები დგანან, ზოგი ამბობს რომ 4 ნაწილად გაყო სპარტელებს 75 კაცი და ბერძნების კონტინგენტებს მეტ ან ოფიცრები არიან ესენ ფაქტიურად სპარტელები. ჯერ მიდიელები, კისიელები, საკები, ყველაფერი ვერ უკნა. მერე მეუშვა უკვდავები. გიორგი ისენიც დანაყეს რა სპარტელები. გაგიჟებული ამ ბრძოლის დროს ყვებია რომ სამჯერ წამოიჭეს ტახტზე შემაღლებულზე ქსერქსეულა სამჯერ წამოიჭრა ფეხზე, გადარეულია. ვეფერს ფეხი ვერ მოაცვლება. ვერ ეკარება ვერავ. ვინც ეკარება ყველას კლავენ. 100 კვდილებენ ძირს. აი ტალღაზე მიდის 1000-ეულები და 1000-ები ჯო ვერაფერს ვერ უშვებიან. დაღამდა მეორე საგონებელში ეს ქსერქსე ჩავარდნილი რა. ნუ იღუპება მისი ლაშქრობა. რაღაცა პატარა ჯგუფი ბერძნები რამოდენიმე 1000 და სინამდვილეში და 300 სპარტელი მილიონიან არმია, 9 მილიონიან არმია და ყველაფერი იყრება, ამდენი ხარჯი, ამდენი დრო, ამდენი უბედურება, ამდენი გზა, ამდენი ისა, ხო? კამპანია უვარდება, მოღალატე გამოჩნდა. ეს არის თესალიელი ბერძენი ეფიალტა. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ დროების YouTube არხს. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. სანამ გადაცემათა ციკლის მორიგ სერიას დავიწყებთ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწეროთ, მოიწონოთ, გაუზიაროთ თქვენს ნაცნობებს
ეს გადაცემები ჩვენც ძალიან დაგვეხმარება და ხელს შეუწყობს ამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვან პროექტს პოპულარიზებას. ჩვენ გუბასთან ერთად წინა სერიაში გავაგრძელეთ საუბარი პირველ დიდ ცივილიზაციურ დაპირისპირებაზე ძველ ირანსა და ძველ საბერძნეთს შორის. მათ შორის ბოლო სერიაში ვისაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე, ასე ვთქვათ, მარათონის ბრძოლაზე, ვისაუბრებთ იმ ფიგურებზე, პერსონებზე, რომლებმაც განაპირობეს ეს შედეგები და მივადექით გარდამტეხ ფაზას ამ დაპირისპირების, როდესაც უშუალოდ უკვე სპარსეთ ძველი ირანის მეფის ხო შეგვიძლია ასე უწოდოთ ხელმძღვანელობით ეწყობა, მზადდება და ეწყობა ახალი ლაშქრობა საბერძნეთის წინააღმდეგ, საბერძნეთის, რომელსაც ერთიანი საბერძნეთის სახე არ აქვს და სწორედ ამ მხრივ არის ძალიან საინტერესო ერთის მხრივ აბსოლუტურად სრულად სუპერცენტრალიზებული იმპერია და მეორეს მხრივ სრულად განსხვავებული მოწყობის და ღირებულებების მატარებელი, ასე ვთქვათ, ბერძნული სამყარო. ასე რომ მივადექით ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს ამ დაპირისპირების და დავიწყოთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, მადლობთ ძვირფასო მეგობრებო თქვენი მხარდაჭერისათვის, განწყობისათვის, мотивაციას გვიზრდის ნამდვილად თქვენი კეთილგანწყობა ჩვენი მოგზაურობების შესახებ. დიდი მადლობა ამისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ რაღაცნაირად შინაური განწყობა მაქვს უკვე თქვენს მიმართ, რაღაც მგონია რაღაცა კლუბი, ინტელექტუალური კლუბის წევრები ვართ ყველანი ერთად, ისტორიის მოყვარულთა კლუბი დავარქვათ ასე და მთავარი შემადგენელი, რა თქმა უნდა, თქვენ ახართ ძვირფასო მაყურებლებო, მსმენელებო და დიდი მადლობა თქვენი კეთილი სიტყვებისთვის და ეს мотивაციას გვიზრდის ნამდვილად მე და ბატონ გიორგის და დაუბრუნდეთ, გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა, ჩვენ ვილაპარაკეთ მარათონის ბრძოლაზე, სადაც ათენელებმა უდიდესი სიმამაცე გამოიჩინეს, დიდი სახელი მოიხვეჭეს არა მარტო ელადაში, საბერძნეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ქონდა საუბარი მილტიადეზე, ალბათ ევროპის პირველ გმირზე, უპირველეს გმირზე, ქრონოლოგიურად, რომლის დამსახურება მარათონის ბრძოლაში მართლაც რომ გადამწყვეტი არის და მის უიღბლო დასასრულზე, როცა ხანდახან ხალხებს, ერებს ავიწყდებათ გმირების დამსახურებები და ხანდახან უმადურობითაც გამოირჩევა ხალხი. ეს მილტიადე არც პირველია და არც უკანასკნელი ამ საქმეში. ასე რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა რა. რა თქმა უნდა, სპარსეთში დიდი გამოძახილი ჰქონდა მარათონის მარცხს და სპარსეთში უკვე სხვა რაღაცები ხდება, რა თქმა უნდა, როცა მარათონი მოხდა, ჯერ კიდევ დარიოს პირველი, დარიოს დიდი ზის ტახტზე და მას ეს ბოღმა და სიძულვილი ათენელების მიმართ, რაც ჯერ კიდევ იონიელების აჯანყებიდან მოყოლებული ჰქონდა, ეს დაუკმაყოფილებელი შურისძიება, რაც ჰქონდა მას, გააუორკეცდა და ის უკვე თვითონ პირადად აპირებს დიდ ლაშქრობას ევროპაში და საბერძნეთის წინააღმდეგ, მაგრამ დარიოსი ყველას და ყველაფერს ერეოდა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მოერია სიკვდილს. და 485 წელს, სხვა ვერსიით 486 წელს ძველი წელთაღრიცხვი, ანუ ქრისტეს დაბადებამდე, ამას გულისხმობთ ჩვენ, დარიოსი გარდაიცვალა. დარჩა შვილები ბევრი ყავდა, ცოლები ბევრი ყავდა, საბოლოო ჯამში მაინც არ ვიცით რამდენი ყავდა შვილები, ბევრი ყავდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ორია გამორჩეული მემკვიდრეობის გზაზე, ტახტისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის ბუნებრივია, პირველი უფროსი ეს არის არტაბაზანი, რომელიც მას ყავს მისი მეგობრის, აი გახსოვთ ის შვიდეული, როცა ცრუბარდია მოკლეს ეკბატანაში, ხო? ერთ-ერთი იმ შვიდეულთაგანი არის ეს გობრია,
მისი მეგობარი, სპარსელი დიდებული. და ყავს გობრიას ქალიშვილის, ხოთეშვილის ეს შვიდეულს ასეთ წესი ჰქონდა, როცა შეიტყვნენ, რომ ირანს, სპარსეთს მართავდნენ საერთო შეთანხმებით, სადაც მეფეს რა თქმა უნდა გადამწყვეტი სიტყვა ექნებოდა, მათ ასევე დათქმაში ჰქონდათ, რომ უფლისწულები და ქალიშვილები უნდა ეკორწინებიათ ერთმანეთს. ანუ ამ 7 გვარში, ამ 7 ოჯახში მიდიოდა უკორწინება. ერთმანეთის ნათესავები იყვნენ სულ. ერთ-ერთი ასეთი იყო გობრია, რომლის ქალიშვილიც ფედიმა არის მისი დედა არტაბაზანის. დარიოს ყავდა ფედიმასგან არტაბაზანი, უფროსი ღირსეული, როგორც აქებენ ძალიან ღირსეული ახალგაზრდა კაცი იყო. მაგრამ მეორე შვილი ყავს. დარიოს ეს არის ქსერქსე. რომელიც მას ყავს ატოსასგან. ატოსა არის კიროსის ქალიშვილი, კიროს დიდის დამაარსებლის. ატოსა თავის დროზე იყო ჯერ კამბისეს მეუღლე, ანუ თავისი ძმის მეუღლეს. მე მინდა გითხრათ, რომ ძველ სამყაროში, ძვირფასო მეგობრებო, დინასტიებში ხდებოდა ინცესტური ქორწინება. ეს ძალიან გავრცელებული იყო. არ გაგიკვირდეთ, ახლა ჩვენთვის მიუღებელია ეს, მით უმეტეს ქრისტიანობის მერე ეს აკრძალული თემა იყო, მაგრამ ძალიან გავრცელებული ეგვიპტეში მაგალითად. მამებს, ფარაონებს ქალიშვილები მოყავდათ ცოლად და ძალიან ხშირად ეგვიპტეს ფარაონების შვილები უფრო ადრე კვდებიან, ვიდრე თვითონ ფარაონი. რატო? იმიტომ რომ ეს დეგრადირებას იწვევდა. ახლა მაშინ ვერ ხვდებოდნენ რომ ეს ამის მიზეზი. ასე ქონდათ არ გაგიკვირდეთ, შეიძლება ვიღაცას გარკვეულწილად გულიც დაგწყდეთ, მაგრამ ჩვენთანაც იყო წარმართულ საქართველოში, გაგახსენებთ ფარსმან პირველი, იბერიის დიდი მეფე, ის როცა სომხეთს იპყრობს, ტახტს ესვამს თავის ძმას მითრიდატეს. მითრიდატეს ყავს ქალიშვილი ზენობია. ამ ზენობიაზე ქორწინდება ფარსმანის ძე რადამისტი, ანუ ბიძაშვილების ქორწინება, ხო, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, ეს ძალიან გავრცელებული იყო მით უმეტეს დინასტიებში, შეიძლება ხალხებში ეს არ ყოფილიყო, მაგრამ დინასტიებს ეს ახასიათებდა. ხოთეშვილის ნაკლებად იყო აი რომაელებში და ასე შემდეგ, მოგვიანებით ესეთი რამე არ შეინიშნებოდა, მაგრამ სპარსელებში, ბერძნებშიც იყო ასეთი რაღაცები, ეგვიპტელებში, ბაბილონელებში, ასურელებში, ძალიან მიღებული იყო ესეთი თემა. შიდა დინასტიური ქორწინება. ჭყალებში სისხლის სიწმინდის შესანარჩუნებლად რაც საბოლოო ჯამში ამ დინასტიების დეგრადირებას იწვევდა და ეგვიპტეს მართავდა 26 დინასტია და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი როგორც ჩანს ეს იყო. დეგრადირება დინასტიების. ხო, ქსერქსე ყავს ატოსასგან, დარიოს. და ქსერქსე არის ბაჯაღლო უფლისწული. ახლა არტაბაზანი როცა დაიბადა, მაშინ დარიოსი არ იყო მეფე. ანუ უფლისწულად არ დაბადებულა, მაგრამ ქსერქსე უფლისწულად დაიბადა და მამითაც აქემენიდი არის და დედითაც ახლა ატოსა. ატოსა კიროს მისი პაპა. კიროს დიდი. ატოსას მამა, ხო? საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება, ახლა დარიოსი ასაკში იყო და რა თქმა უნდა მემკვიდრეობაზე უკვე ფიქრობდა, ვიღაცა უნდა გამოაცხადოს, ახლა ის ასე არ დატოვებდა სამეფოს, რომ გაურკვევლად მემკვიდრეობის საკითხს და ორი პარტია. ერთი არტაბაზანის და მეორე ქსერქსეს პარტია არის, მაგრამ ქსერქსეს მხარს უჭერს ორი ძალიან საინტერესო ადამიანი. ეს არის დემარატი და ეს არის პისისტრატე. ბერძნები არიან ეს. ოღონდ აწინაურებულები არიან დარიოსის სასახლის კარზე. ერთი არის სპარტელი და მეორე არის ათენელი. ორივე მოღალატეები არიან. დემარატიც და პისი დაუბრუნდებით ამგენს აუცილებლად. იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი უნდა ვიცოდეთ.
ნუ პისისტრატე გასაგებია ვინც არის, აი იმ ჰიპიას შვილი. დიდი პისისტრატეს შვილთა შვილი, ანუ ჰიპიამ მამის სახელი დაარქვა პისისტრატეს და პისისტრატე მხარს უჭერს ქსერქსეს და ატოსას პარტიაში არის. ქსერქსეს დედის პარტიაშია, ატოსა გავლენიანია ძალიან. ყველაზე გავლენიანი ქალი მაშინდე სპარსეთში. და მხარს უჭერენ და დარიოს არწმუნებს ეს პისისტრატე, რომ ქსერქსე ჯობია. არტაბაზანს ჯობია ქსერქსი. გასაგებია პისისტრატე ახლა დემარატი ვინ არის? აქ ცოტა უნდა გადაუხვიოთ ახლა და მე მოუბრუნდებით აქ. გაგახსენებთ მე თქვენ ათენში როცა პისისტრატიდები მართავდნენ ჰიპია და ჰიპარქე ხო გახსოვთ თქვენ? პისისტრატე თვითონ გონება დამჯდარი კაცი იყო და თვითმმართველობა შექმნა და გავიხსენოთ ახლა ეს სასამართლოების უფლებში გაიტანა რეფორმატორი კაცი იყო, თუმცა ტირანი იყო, მაგრამ მერე მის სიკვდილის მერე მისი შვილები გახდნენ ათენის ისინი რა ქვია ტირანები, ახლა ჰიპია უფრო დალაგებული იყო, ჰიპარქე მანიაკი იყო რა, მერე შეთქმულებმა მოკლეს ის. მერე ჰიპია დარჩა ისევ და ნუ უსაშველო გახდა ეს პისისტრატიდების მართვა ათენში და ჰიპიას იმასაც გაგახსენეთ, რომ ჰიპიამ და ჰიპარქემ მოაკვლევიეს ლეონიდეს მისი მილტიადეს მამა, გახსოვთ ხო თქვენ ესე რა ქვია კიმონ უფროს. ანუ ბევრი მტერი ყავდა ამ ოჯახს. ერთ-ერთი მთავარი მტერი იყო და საერთოდ ტირანის მტერი იყო კლისთენე გვახსოვს ჩვენ ახლა მე რომ დემოკრატიის მამა ვინც ბეჭედი დაასვა და შექმნა ეს ათენური დემოკრატია, ავტორი ვინც არის დემოკრატიის ის არკმეონიდების გვარიდან იყო და კლისთენე ებრძვის გარედან ებრძვის ჰიპიას რა ქვია ტირანიას და ნუ ვერ ერევა რა ათენში მაგრად არის ეს კლისთენე გარეთ აქ მაშინ კლისთენე არ ვიცი ვილაპარაკეთ ამაზე თუ არა, მაგრამ აი ჯობია გავიმეოროთ თუ ვილაპარაკეთ არავის. კლისთენემ გამოიყენა ასეთი თემა რომ დაემხო ეს ტირანია, ჰიპიას ტირანია ათენში, მან მოისყიდა დელფოს ტაძრის ორაკული პითია. პითია არის ქურუმი ქალი, აი როგორ მკითხავდნენ, ხო, საინტერესოა რა სახით იყო ეს სამფეხა სკამზე იჯდა პითია. პითია ბევრი რამოდენიმე იყო. მე რომ მოკვდებოდა, მე ახალ პითია იჯდა. და იჯდნენ ტაძრის შესასვლელში, საიდანაც რა ხდება, აი დღემდე გაურკვეველი ბევრი ვერ გაიგო. მიწა არის გაპობილი და რაღაც ორთქლი ამოდის, რაღაცა ხდება, ან ვულკანური, ან რაღაცა ხდება, ან თერმული მოვლენა რა. ყოველ შემთხვევაში ორთქლი ამოდის და როგორ ჩანს ეს ჰალუცინაციებს იწვევდა პითიაში და ამ სამფეხაზე იჯდა და ეს რა ამოდიოდა, ის ყვებოდა რაღაცებს რა. ასე წინასწარ მეტყველებდა ხო, მაგრამ როგორ ჩანს პოლიტიკური კორუფცია იყო ამ დელფოს ტაძარში, ახლა ნუ გამოვრიცხავთ, იმიტომ რამოდენიმეჯერ გადავაწყობებით ჩვენ ამას, რომ ჩეკვეთებს აკეთებდნენ ესენი. კლისთენემ მოისყიდა პითია და პითია შეათვლევია სპარტელებზე. სპარტისთვის პითიას სიტყვები არის კანონი. ნუ ახლა სპარტა იყო, საერთოდ სპარტა მცველი იყო. იმისი რა ქვია, ამ ტაძარს თავის მცველი ქალაქს ამფიქტიონებს ეძახიან ამას, მე გვექნება საუბარი ამას და სპარტელებს შეუთვალა, რომ აი აპოლონმა გადმომცა მე დანაბარები, რომ წადით და გაანთავისუფლეთ ათენი, სპარტელებო. გაანთავისუფლეთ ტირანიისგან გაანთავისუფლეთ. თქვენ ხო არ გიყვართ ტირანები, არ გიყვართ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლადგანან და სპარტაში ამ დროს მეფობს მეფე კლეომენი პირველი, ძალიან აგრესიული მეომარი კაცია ეს. კლეომენმა ილაშქრა და გაანთავისუფლა ათენი. ჰიპია გაიქცა სპარსეთში თავის შვილებთან ერთად, ერთ-ერთი პისისტრატე არის, ხო? გაიქცა სპარსეთში. დარიოსთან გაიქცა. კი, გაანთავისუფლეს ათენი სპარტელებმა. და იქ არჩევნები ჩატარდა და არ ქონდათ აირჩიეს ისაგორე.
რომელიც პროსპარტულათაა განწყობილი. ტირანია არ არის უკვე. ის აგორე კანონიერად აირჩა და არქონტი ეპონიმი არის და ყველაფერი, მაგრამ ეს სპარტის ჯარი აღარ მიდის ათენიდან. გაუთქვათ იქ ხო, გარანტორად, აი რამე რო არ დაგემართოთ კიდე და ისე არ არის გამორიცხული სამართლიანიც იყო, იმიტომ რომ ჯერ არ არის კლისთენეს ხო, ნუ ახლა ჯერ არც კლისთენე აფერი ნორმალური მდგომარეობა არის ტირანიები ბერძნულ ქალაქებში, გარდა სპარტისა. სპარტაში გამორიცხული იყო სამართლი, ხო? გარანტორის სახით აკროპოლისში დარჩა სპარტის ჯარი. მაგრამ აი ეს კლისთენემ, რომელმაც იძულებით პითიას რჩევით სპარტელები ჩამოიყვანენ და დაამხობია ეს ტირანია, კლისთენეს ახლა აღარ მოწონს, ის ათენელი პატრიოტია, ხო, უნდა წავიდნენ სპარტელები რა. აი, მადლობა, დიდი, გაიხარეთ, გადაგვარჩინეთ, ახლა წადით სახლებში. ხო? მოხდა აჯანყება 508 წელს 2 წელიწადში, რაც ჰიპია გაიქცა, აჯანყდნენ ათენელები, ახლა პირდაპირ დაჯახება სპარტასთან ვინ წავიდოდა, მაგრამ ალყა შემოარტყეს ამ აკროპოლისს რა. ალაუკეთეს ძალით, საჭმელიც ისიც და სპარტელებს ახლა თავის მოკავშირეები ყავდათ პელოპონესიდან რა. იმგერმაც ურჩიეს რომ დავანებოთ რა თავი რა. შევეშვოთ ამ. ხო? გავიდა კლეომენი გავიდა თავის ჯარით და ისაგორეც გაიყოლა. ის მის მიერ დაყენებული ის არქონტი. უ გაიმარჯვეს ახლა ათენელმა მე წავიდა ეს რა ქვია კლისთენეს რეფორმები ახლა ეს დემოკრატია მაგრამ ეს კლეომენი არისვენებს რა სპარტის მეფე რა. შეურაცხყოფილად აგრძნობს თავს და უმადურობასაც ხას უსვამს. მე ამათ მივეხმარე, გადავარჩინე ტირანიიდან და ეს როგორ მოგვექცნენ და გეგმავს ლაშქრობას 506 წელს 2 წელიწადში ათენის წინააღმდეგ. უნდა წავიდეს ჯარით. ხდება სასწაული. სპარტაში გვახსოვს ორი მეფეა. მეორე მეფე არის დემარატი. აი ეს დემარატი სპარსეთში. დემარატმა გაჭედა რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წახვიდე. და როგორ ჩანს არ შეიძლება ათენზე ლაშქრობა დავანებოთ თავიო რა. და ამ დემარატსა და კლეომენს შორის არის მტრობა უკვე რა. გაუჭედა ერთხელ დემარატემ და ლაშქრობა ჩაიშალა ათენზე ვერ წავიდა. მერე გამოხდა ხანი ახლა ორივე მეფეები არიან მე გავიდა დრო კლისთენეს რეფორმებიც მოხდა ისიც მერე უკვე 491 წელს როცა დარიოსმა გახსოვთ რომ გამოაგზავნა ელჩები ჩამაბარეთ მიწა და წყალი და ყველა ბერძნულმა ქალაქმა სახელმწიფომ ჩააბარა მიწა და წყალი ორმა გაჭედა ათენმა და სპარტამ. მაშინ კუნძული ეგინა, რომელიც არის კონკურენტი და მეტოქე ათენის ზღვაზე. პირდაპირ ათენს გადაღმა კუნძული ეგინა. ეგინელებმა ჩააბარეს მიწა და წყალი სპარსელებს და ნუ ათენელებმა იჩივლეს სპარტელებთან, რომ უნდა დავსაჯოთ. ყველა მოღალატე უნდა დავსაჯოთ. ათენელების თხოვნა იყო, რომ ყველა ვინც ჩააბარა მიწა და წყალი უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ ეს არის ღალატი საბერძნეთის და გადაწყდა, რომ კლეომენი აპირებს ლაშქრობას ისევ ეგინის წინააღმდეგ. ისევე გაჭედა დემარატმა. კონსენსუსის გარეშე გადაწყვეტილება მოქმედებაში. ხო, მეფე უნდა ორივე თანახმა უნდა იყოს, ეფორებიც თანახმა და არცთავარია გერუსია და როგორც ჩანს, ნუ ახლა გერუსია წინააღმდეგ გზავდა დემარატს თავის მომხრეები ყავს იქ და აქაც ჩაუვარდა ლაშქრობა კლეომენს რა. ნუ ეს არის მტრობა უკვე. როგორც ჩანს, მე მაშინდელი კვლევები მე რომაელებსაც აქვთ თავის ვარაუდები, ახლა თანამედროვე ისტორიკოსებსაც აქვთ ვარაუდი, რომ ეს ორი პარტია არის. თან კლეომენი არის ანტისპარსული. მაგრამ დემარატს მე აბრალებენ, რომ სპარსელების მოყვარულია, სპარსოფილია. და არის საუბარი, რომ ეგინამ რახან ჩააბარა მიწა და წყალი, ეგინური არისტოკრატიასთან რაღაც ურთიერთობა ჰქონდა ამ დემარატს რა. ანუ იკვეთება, რომ კლეომენი არის
პატრიოტული მეფე და აი დემარატი არის რომ მოდი სპარსელებთან კარგი ურთიერთობა. კი, ნუ დავმორჩილდეთ, მიწაწყალს ნუ ჩავაბარეთ, მაგრამ იმეგობროთ. არ არის ომის საჭირო. გამწარებული არის კლეომენი და ძალიან არასწორი ქმედებით დაიწყო დემარატის წინააღმდეგ ქმედება. მან გაავრცელა ჭორე, რომ დემარატი არ არის ნამდვილი მეფე. აი დემარატის მამას ერქვა არისტონი. და ეს ავრცელებს, რომ არისტონი არ არის მისი მამა. კლეომენი. როგორ ინტრიგებში შევდივართ, სპარტაშიც იყო ასეთი ინტრიგები. მან მოიშველია ლეოტიხიდე არის მისი ნათესავი დემარატის. ისიც ის არის, რა ქვია, ევრიპონტი. ეს თვითონ კლეომენი არის აგიათი. ორი დინასტია იყო, ხო, აგიათი და ევრიპონტი. და თავი მისივე ნათესავი, დემარატის ნათესავი მოიყვანა ლეოტიხიდე მოიყვანა, რომელიც ამბობს, რომ კიო, მეო ვიციო, რომ არისტონსო თავის დროზე ძალიან გული წყდებოდაო, რომ არ თვლიდაო ამასო თავი, რაღაცა თვეებში არ ემთხვეოდა, როცა ეს დაიბადა. დემარატი. შედგა საბჭო და სასამართლო. ჩაერია სახელმწიფო, რომ არის ეს ნამდვილად მეფე თუ არ არის, ახლა თუ არ არის, ახლა ვიგინდა რა ეგრე არ არის რა. და როგორ ჩანს კი არა და გადაწყდა და დემარატი გადააყენეს ტახტიდან. როგორც არა ევრიპონტიდი. ტახტზე ავიდა ეს ლეოტიხიდა, ის ნათესავი. რომელიც ადასტურებდა, რომ იქ ეფორების რაღაც ნაწილმა მხარი დაუჭირა, რომ თითქოს არისტონი მამამისი, ანუ მართლა ჯაურობდა რამოდენიმე ადგილზე თქვა, რომ ეს ბავშვი გონია ჩემი არ არის და რაღაც მთელი ამბები არის აქ ახლა ძალიან ჩავიხლარტევენ და გადააყენეს დემარატი მეფობიდან სამარცხვინო ამბავი. მეფობიდან გადაგაყენეს თან რისთვის, რომ ბოდიში და ნაბიჯვარე ხარ. აქამდე მეფე თითლებოდი, პატივს გცემდით, გეთაყვანებოდით, ჩვენი ლიდერი იყავი ისა და ახლა გადააყენეს, მაგრამ ახლა დასჯა არ არის და კერძო პირია, კერძო სპარტიატია. ახლა ამას არ აქვს, გაგახსენებთ, სპარტელებს არ აქვს სპარტიდან უმიზეზოდ გაცვლის საშუალება. ლაკედემონი არ უნდა დატოვა, ან ელჩი ხარ, ან ომში მიდიხარ, ის არ შეიძლება წახვიდე. ლაკედემონი დატოვა. როგორ ჩანს ამ დემარატმა ეს სიცხული ვერაიდან და გაიქცა. საიდუმლოდ გაიქცა, წავიდა სპარსეთში. დაბოღმილი, ადუხებული სპარტელებს. ანუ კატასტროფა ხო გესა. საბაბი და საფუძველი. საბაბი აღარ ქვია ამას. უკვე ნუ მოსისხლე მტერია რა. სპარტის რო ეს რა მიქენით რა. ამას მოყვა ის, რომ იმას ხო ეგინის დასჯა უნდოდა კლეომენს და დემარატმა შეუშალა ხელი, ახლა ლეონტიხიდე ტახტზე ავიდა, ლეონტიხიდე და კლეომენი გადასარევად არიან ერთმანეთთან და ორივე მეფე მიიღეს გადადა, ეგინა დასაჯეს მიწადაწყლის ჩაბარებისთვის, ეგინას ჩავიდა ჯარი სპარტის და იქიდან არისტოკრატები ძევლებ წამოიყვანეს. მაგრამ ხდება ერთი სასაული ამბავი, ხდება გადის დრო და ცელდება ხმა, რომ კლეომენმა ეს გააჩალიჩა ეს ჭორი. დემარატი უკვე სპარსეთშია იმასთან, დარიოსთან. თქვათ ასე გაბაზრდა. ამან ეს ფალსიფიცირებული. მე დიდი სკანდალი მოხდა ამასთან დაკავშირებით და ის პითია გადააყენეს იქიდან. ჭორი რო გავრცელდა დამავიწყდა, შეამოწმეს პითიასთან, მართალია თუ ეგრევე გააგრძელეს, გააგზავნეს ელჩობა დელფოში. და დელფოსის პითიასთან ჰქონდა ამ კლეომენს ურთიერთობა და იქ მეორე კორუფცია დაფიქსირდა, ერთი ხო ალკმეონიდების შეთქმულების დროს მოისყიდეს, ახლა კიდე მეორეჯერ მოხდა და პითიამ დაადასტურა, რომ დემარატი ის არის, ბოდიში და ნაბიჯვარი. ანუ დელფოსმა დაადასტურა, ამიტომ გადააყენეს ეს. მაგრამ მე გავრცელდა ხმა, რომ ამ კლეომენმა ის პითიაც მოისყიდა, ეს ყველაფერი იჩალიჩა, ეს ლეონტიხიდე მეფე გახდა. მაგრამ გამოდის, რომ უკანონო მეფეა, ხო? მაგრამ ამ ლეონტიხიდეს ვერ აყენებენ, იმიტომ რომ დემარატმაც დაარღვია კანონი, ჩუმად გაიპარა სპარტიდან. და ავიდა მტრის ბანაკში. ამიტომ ლეონტიხიდე კი დარჩა მეფედ.
ის რომელმაც დაადასტურა ეს ეჭვი, მაგრამ ის პითია გადააყენეს დელფოში დიდი სკანდალი მოხდა და დელფოს ქურუმები კაცებიც იყვნენ, მარტო ქალები არა. ქალი ქურუმები წინასწარმეტყველებდნენ, თორემ მართავდნენ კაცი ქურუმები. გადააყენეს, ანუ ის ჩამოართვეს, რა ქვია იმას. ცნობა რომ მას აქვს უფლება იმის რა ქვია და განაძევეს ის პითია. მაგრამ დააპირეს ახლა კლეომენის გასამართლება დააპირეს რა. კლეომენი არ დაელოდა სასამართლოს და ესეც გაიქცა. ისიც სპარსეთში წავიდა. არა. საქმეც მაგრამ ის სპარსეთში არ წავიდა და ის ანტისპარსელი. გაიქცა არკადიაში. არკადია არის პელოპონესში, რაც ეკვრის ლაკედემონს ჩრდილოეთ და არკადიელები მაგარი მეომრები არიან რა. ხო, სპარტელებთან ვერ მოვლენ, მაგრამ შეუპოვარი ხარ მოკავშირეები არიან ტრადიციულად სპარტის, მაგრამ მოკავშირეებთან გაიქცა. არის ცნობა, რომ ჰილოტების აჯანყებასაც უჩხიკინებდა. რაც ძალიან სახიფათო აღმოჩნდა სპარტისთვის და ეს ეფორატი და ეს გერუსია მივიდა იმ დასკვნამდე რომ რაღაცა უნდა ვქნათ ახლა ამ კაცმა შეიძლება მოკავშირეებიც აგვიჯანყოს და აქ მონები აგვიჯანყოს. ამიტომ შემოიტყუეს სპარტაში. არის ორი ვერსია. ერთი რომ იქ არკადიაში გაგიჟდა და გიჟ ჩამოიყვანს. არის მეორე ვარიანტი რომ უთხრეს რომ დაგაბრუნებთ მეფეთ ჩამოიყვანეს და მერე გააგიჟეს. ხო და მერე გაგიჟდა. ორი ვერსია არის. ყოველ შემთხვევაში დაბრუნდა ესა სპარტაში და როგორც ჩანს გიჟად ჩამოიყვანეს რა. ან მერე გაგიჟდა, არავინ არ იცის რა. საბოლოო ჯამში ეს გაგიჟდა. ჭკუიდან შეცდა და თავი მოიკლა. კლეომენმა. ამ კლეომენის ბიოგრაფია არის საინტერესო. მამამისს ერქვა ანაქსანდრიდე, ისიც მეფე იყო. იმას ყავდა ცოლი, რომელიც ბავშვს ვერ უჩენდა, კლეომენის მამას. ანაქსანდრიდეს. და სპარტის ისტორიაში მოხდა გაუგონარი ამბავი, რახან უძირო იყო ისა. ეფორატმა და გერუსიამ დაავალეს, რომ გაეყარე მაგ ქალს და მოიყვანე ახალი ცოლი და გააჩინეს ტახტის მემკვიდრე. ნუ არაფრთ არ აქნა ანაქსანდრიდე. უდანაშაულოა ჩემი ცოლი და რატო უნდა გავაძეოთ და გამონაკლისი დაუშვეს სპარტაში გამორიცხული იყო მეორე ცოლი მონოგამია იყო სპარტაში ერთი ქმარი ერთი ცოლი მორჭა მაგრამ დაუშვა ეფორატმა და გერუსიამ უფლება რომ მოიყვანა მეორე ცოლიც სხვა არ შეინიშნება ანუ ეს გამონაკლისად დაუშვეს რომ მემკვიდრე დარჩეს მაგრამ მოიყვანა მეორე ცოლი ანაქსანდრიდემ და გაჩნდა ისა რა ქვია კლეომენი აი ეს პირველი უფროს კლეომენი მე მოხდა სასწაული ახლა ბევრჯერ სარასრაც დაემართა მე ის პირველი ცოლი დაფეუძებდა გაჩნდა დორიეუსი და გაჩნდა მე გააჩინა ტყუპები ლეონიდე და კლეომბროტე ტყუპებად გააჩინა მამა ეს რომ მოკვდა ანაქსანდრიდე რომ მოკვდა ახლა ნუ წავიდა გარჩევა ახლა იმისი არ იყოს ისმაილის და ისააკის არტაბანის და ქსერქსესი უფროსი ვინ არის ეს მაგრამ სპარტაში გადაწყვიტეს ვინც უფროსია ის არის ამ კლეომენი აირჩიეს ხო აქ ამგენს ყავდათ მომხრეები რომ არა კაცო პირველი და ნამდვილი ცოლი ესა ხო მაგრამ ნუ არა კლეომენი აირჩიეს კლეომენი გახდა ის მეფე და დორიეუსი ნაწყენი ძალიან დაბოღმილი ეს პირველი ცოლისგან მერე რო დაიბადა მეორე ცოლისგან გაჩნდა ჯერ ეს და მე პირველმა ცოლმა დორიეუსი აიცრუა გული სპარტაზე მოითხოვა გერუსიასთან რომ მე გამიშვით კოლონიაში უქმნი არ მინდა სპარტაში მე და მიცეს გარკვეული ნაწილი ახალგაზრდობის თვითონაც ის რაღაც გემების და წავიდა ლიბიაში დღევანდელ ლიბიაში იქ უნდოდა სურვილი რომ ახალი ქალაქი დაეერსებე მაგრამ არ გამოვიდა იქ რაღაცები აერია დაერია იქაურ ბერძნებთან აერია მე ადგა და წავიდა იქ უკვე ბერძნული კოლონიები ბერძნები არიან იქ უკვე
უფრო დორიელები არიან. და ლიბიის ტერიტორიაზე დაახლოებით რა ეთნოსის ხალხი ცხოვრობს. იქ ლიბიელები ცხოვრობენ, ერთი პერიოდი არიან ან ეგვიპტის გავლენაში, ან კიდე სპარსეთის გავლენაში. ლიბია არის ორი დიდი ოაზისი. ტრიპოლისი და პენტაპოლისი. ტრიპოლი რო ქვია ქალაქს, დედაქალაქს, ტრიპოლი ნიშნავს სამი ქალაქი, სამი ბერძნული ქალაქი იყო. ტრიპოლი. პენტაპოლისი არის ხუთი ქალაქი. ეს ბერძნული ქალაქები, ლიბიელები ქალაქებში არ ცხოვრობენ. ხუთაშორის კარგი მეომრები იყვნენ ლიბიელები, ეგვიპტის ჯარში ომობდნენ. მაგრამ ეს ბერძნული და იქ არ გამოუვიდა რა. დორიევოსი და მერე წავიდა სიცილიაში. იქ რაღაცეებში, იქ სიცილიური ქალაქების აქ ხო უკვე დიდი კოლონია სირაკუზი და რა ვიცი. ესე ინსულ ბერძნულ კოლონია. ბერძნები, იქ შიდა ბერძნულ საქმეებში ჩაერია. იქ ამ ბერძნებს უკვე პრობლემები აქვთ სიცილიელ ბერძნებს კართაგენელებთან, იქ რაღაცები და იქ ფინიკიელებთან შეტაკებაში როგორც ჩანს დაიღუპა, გაქრა, დაიკარგა. დორიევს. მოკვდა ეს კლეომენი მოკვდა, ხო მოიკლა თავი. ახლა უნდა ავიდეს. დარჩა ორი ძმა, ტყუპები, ლეონიდე და კლეომბროტე. აირჩიეს ლეონიდე. აი ეს ის ლეონიდე. ეს არის ლეგენდარული ევროპის გმირი, ლეგენდარული ლეონიდე რა. ტახტს აზუს არ ელოდებოდა ხა ეს ორი უფროსი ძმა ყავდა. მას აქვს გავლილი აგოგეს სრული კურსი. 7 წლიდან სპარტული 20 წლამდე სრული კურსი აქვს გავლილი. სისტიებზეც ზის, ჭამს ამ შავ წვრიან სპარტის. ხოთაშორის ბევრმა მოიწერა, რომ ჩეხეთში და იმას საფრანგეთში ჭამენო ამ არ ვიცოდი ხა მე და ჰოკეისტებს აჭმევენ ვიღაცა ჩეხეთიდან ქართველმა ემიგრანტ დიდი მადლობა ამისთვის სპარტის საჭმელს ეძახიან თურმე იმისგან მაგრამ იქ ისეთი უგემური არ არის იმიტომ რომ ისეთი ინგრედიენტები გააზავე ყველაფერი ის იყო ღვთისრისხვა ხო სრული კურსი აქვს გავლილი და არის ძალიან მშვიდი გამოირჩევა რკინის ნერვებით და სიმშვიდით ან როგორც უბრალოდ არ ზრდიდნენ, მაგრამ სრული მე არის და ახლა მეფიშვილებიც იმას გადიოდნენ, რა თქმა უნდა, აგოგეს ხსვანაეთ არ იყო ეს. სპარტა, აი ისე არის რომ ახლა ორი უფროსი მაყავს ახლა რატომ თან უფროსი იმნაირი ყავდა ეს კლეომენი, ნუ ახლა რკინას ღეჭავდა ეს ისეთი იყო. აგრესიული მეფე იყო ძალიან, რომელიც გაგიჟდა. მე მისი დედით და მამით უფროსი ძმა დაიკარგა, სადღაც დაიღუპა. ხშირი იყო ასეთი, ახლა კოლონიების დაარსება ყოველ წარმატებით არ მთავრდებოდა, იქ რო ჩახვიდოდი და გემებიდან განმოხვიდო, იქ შეიძლება მაგარი ხალხი დაგხვედროდა. და იმათ დაემარხა საქართველოში, ახლა ეს უნდა ითქვას, ახლა საქართველოში ჰქონდათ კოლონიები, მაგრამ ქალაქ სახელმწიფოები პოლისებად ვერ ჩამოყალიბდნენ. რატომ? იმიტომ კოლხეთის სამეფო იყო ძლიერი. ამიტომ დარჩა საქართველოში ბერძნული კოლონიები დარჩა სავაჭრო ფაქტორიებად. აქ ვერ შექმნეს ძლიერი პოლისები. რატომ? იმიტომ კოლხეთის სამეფო იყო ჯერდი ძველი და მე ძლიერი იყო კოლხთა სამეფო. აბა იქ ყირიმში პანტიკაპეა და რა ვიცი, ხერსონესი და რებია, ოლბია და რა ქალაქები არ იყო იქ სამეფო შექმნეს ბერძნული სამეფო, ხო ბოსფორის სამეფო. ჩვენთან სუსტები იყვნენ, იმიტომ ძლიერი იყო ადგილობრივი ხელისუფლება და ძველი ინსტიტუციები ჰქონდა კოლხეთში. ფულს ჭრიდით გიორგი საბოლოოჯერ, ჩვენ და ლიდიელები ჭრიდით პირველები ფულს სოფლიოში. ჩვენს ვერ დაიწყეს ფულის მოჯა, ბერძნებმაც მათ შორის. კოლხური თეთრი და ლიდიური ვერცხლის მონეტები არის თანამედროვე. ამიტომ გახდა ლეონიდე. ლეონიდე გახდა მეფე. დაუბრუნდეთ ახლა ისევე სპარსელებს უკვე. ანუ ეს დემარატი რატოა გაქცეული, მოღალატეთ რატო არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად უმიზეზოდ ცილი დასწამეს, ნაბიჯრობა დააბარეს. კლიანად გაანადგურეს, მოსპეს. ძალიან ნაწყენი წავიდა სპარსეთში. მაგრამ ლეონიდე საერთოდ თანამეფე არის. ლეონტი ხიდე, ვინც დააბრალა იმას. ხო, ცილის წამებელი. ცილის წამებელი, მაგრამ კამპანიის ხო, რახან იმან დაარღვია კანონი და გაიქცა, ამიტომ ის დავნაშავედ ჩაითვალა. ლეონტი ხიდე და ლეონიდე ეს ორი მეფე ყავს უკვე. დაუბრუნდეთ ახლა დარიოს. დარიოს მოკვდა და ტახტზე ავიდა ქსერქსი.
დოქსერქსეს მხარს უჭერს სპარსული არისტოკრატია, როგორც ჩანს, უფრო ძლიერ ატოსა დედამისი. ნუ კიროსის და დემარატიც და პისისტრატეც მხარს უჭერენ, რა თქმა უნდა. ურჩევენ, ხო. დარიოს პატივს ცემდა ბერძნებს და მათ სიბრძნეს. საერთოდ სიტყვა ბერძენი, ქართული და ბრძენი არის ერთ და იგივე. აქედან მოდის. ჩვენს მეტი არავინ არ ეძახს. და ქსერქსე ავიდა ქსერქსე ტახტზე, მაგრამ როცა ჯერ კიდევ არ იყო დარიოსი მკვდარი, აჯანყდა ეგვიპტე. ეს ეგვიპტეს უჯანყდებოდა. და დარიოს საფლავში ჩაყვა ეგვიპტეს რისხვა რა, ამზადებდა ჯარს, მაგრამ მოკვდა დარიოსმა. ქსერქსემ არ დაიხია უკან, მამამისის ჯაური იყარა და მისი და დაამარცხა, 2 წელი გაგრძელდა ეს. დიდი აჯანყება ჰქონდათ ეგვიპტელებს 486-484-დან დაამარცხა და სატრაპად დასვა თავისი ძმა აქემენი. ერთ-ერთ ძმას, ქსერქსეს ძმას, ან დარიოსის შვილს ერთ-ერთს ერქვა აქემენი. აქემენი არის სატრაპი, მეფის ძმა ეგვიპტეს. მაგრამ ზუსტად იმავე წელს აჯანყდა ბაბილონი. და ორჯერ აჯანყდა. ჯერ ჩააქრო, მერე ისევ აჯანყდა. მეგაბაზი გახსოვთ სარდალი, იმ 7-ეულში შედეს. ეს გვარი, მეგაბაზის გვარი. აი თრაკია და პეონია და მაკედონია პირველი მასე დარიოს რომ მობრუნდა იმიდან დამარცხებული სკვითებიდან მეგაბაზი დატოვა. ან ეს მეგაბაზია, ან მისი შვილია. არ ვიცით ახლა, მაგრამ ამ ოჯახიდან არის, 7-ეულიდან არის. მეგაბაზმა სასტიკად დაამარცხა ბაბილონელები და ძალიან დააზარალა ბაბილონი. მაგალითად წამოიღო 20 ტალანტიანი ბაჯაღლო ოქროსგან მარდუქის ქანდაკება, 700 კილოიანი ქანდაკება წამოიღო, გადაადნეს იქ პერსეპოლისში. 10 ღვთაების. დასაჯა ხო. ბაბილონი დასაჯა. ბაბილონი იმდენჯერ დასაჯეს სპარსელებმა, რომ მერე ალექსანდრე რო შევა ბაბილონში, ალექსანდრე იყო განმანთავისუფლებელი. ისევე როგორც ეგვიპტეში რო შევა ალექსანდრე მაკედონელს აღმოსავლეთის ხალხების დიდი უმრავლესობა განმანთავისუფლებლად თვლიდა. სპარსელებისგან სპარსელებისგან და მიდიელებისგან. ხო, ეს ჩაახშო ორივე აჯანყება და დაიწყო მზადება ევროპაში ლაშქრობისთვის. საშინელი და უდიდესი და გრანდიოზული ლაშქრო მთელი იმპერიიდან დაიწყო ჯარების მოკრება. შეკრების ადგილი არის ლიდის სატრაპის დედაქალაქი, ეს ცნობილი სარდე, რომელიც მანამდე იონიელებმა დაწვეს, გახსოვს? კიბელას ტაძარი რო დაწვეს. სარდეში იკრიბებიან. ეს არის დღევანდელი თურქეთის დასავლეთი ნაწილი. რა ვიცი, რუკაზეც შეგიძლიათ მოიძიოთ ეს სარდე. კრეზის დედაქალაქი ძველი. სარდეში იკრიბება უზარმაზარი ჯარი 491 წლისთვის, მაგრამ ლოჯისტიკა სპარსელებს კარგი ჰქონდათ, გიორგი ძალიან წინასა ყველაფერს ამზადებდნენ, ყველაფერს ითვალისწინებდნენ. საინჟირო შესაძლებლობები ჰქონდათ, ძალიან კარგი მშენებლები ყავდნენ. მანამდე ხო გახსოვთ თქვენ მარდონიოსის ლაშქრობა ცუდად რო დამართა, იმიტომ რომ დამთავრდა ათონის კონცხთან რო ფლოტი ჩაიძირა სპარსული. ამიტომ წინასწარ ქსერქსემ დაავალა და დაიწყეს ათონის კონცხზე არხის გაჭრა. როგვერდი აუარონ იმას კონცხს და 12 სტადიონი, ანუ 2 კილომეტრიანი არხი გათხარეს ათონის კონცხზე. რომ იქ უნდა გაიაროს ფლოტმა, რომ ქარიშხლიან კონცხს გვერდი აუარონ. ეს ბერძნები ამას შვიდად აკვირდებიან, რატომ? არა, ბერძნებს გადმოვალთ ახლა ჩვენ. ეს მაკედონია, თრაკია, ეს სპარსელების ხელში. ხო, ბერძნები იქ არ არიან, ეს ახსოვთ თქვენ ჯერ დარიოსმა, მერე მეგაბაზმა, მერე მარდონიოსმა ეს დაპყრობილი აქვს, ამათია, სპარსელები იქ სატრაპიაც კი შექმნეს რა, ხო? ყარათ არის ფეხმოკლე. ხო, ეს ჩtildeოეთ ეგეოსის ზღვა მათია. წამომდგარი არიან, ყელზე აქვთ ხელი მოჭერილი, თესალიასთან ახლოს არიან რა,
მაკედონიის გადაღმა საბერძნეთი აქვს და მაკედონია არის მათნაფიც მიწა და წყალი ჩაბარებული აქვს. გათხარეს ესა, მდინარე სტრუმა არის ახლა დღევანდელ იმაში ბულგარეთში სტრუმა ქვია, სტრიმონზე ხიდი გადეს. და რაც მთავარია, ჰელესპონტზე გადეს ხიდები. აზიის დამაკავებელი დარდანელის ხიდის. გადეს ხიდები, ორი ხიდი გააშენეს. გემები დააწყეს გვერდ ზემოდან გადაავლეს ფიცარნაგი, გაუკეთეს მოაჯირები, რომ კავალერია ან ცხენები არ დამფრთხალიყო და ორი დიდი ხიდი გააკეთეს. თითო არის 1300 მეტრი. საშწაულებს შვებოდნენ რა. 7 თითო იყო 7 სტადიონი. სტადიონი გვახსოვს ხო 200 მეტრამდეა. ეს საზომი ერთეულია. და აგროვებს, ჯარს აგროვებს, ჩადის რა. უზარმაზარ ძალებ ჩადის. მთელი იმპერიიდან, ინდოეთიდან მე ჩამოვთვლე, შევეცდები ჩამოვთვალო ის ხალხები, ვინც მონაწილეობს. როცებში ლო დამავიწყდეს, მე შევეცდები. გონებასაც გავივარჯიშებ ერთ მეხსიერება. მაგრამ მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი ცუდი ამბავი. ქარიშხალი ამოვარდა ჰელესპონტზე და ის ორი ხიდი დაანგრია. ლიდამ სპარსელებს მაგრად ტრობს. და ამის გამო განრისხდა ქსერქსე და ჰელესპონტი გაამათრახეს. 300 მათრახი გადაკრეს. დინარეს. სრუტეს, ზღვას რა, ეგეოსის ზღვა და მარმარილოს ზღვა. პროპონდიტას ეძახოდნენ მე. და თან ისენ ჩაყარეს, რა ქვია, ბორკილები, დაიმორჩილეს. რიტუალი ჩაატარეს. გამათრახეს, ხო. როგორ გაუბედა სპარსელების შაჰი. ქსეს წინააღმდეგობის კაცი. მაგრამ ერთ წელიწადში დაიძრნენ რა. წამოვიდა ზღვა წამოვიდა. სარდე. ქსერქსე თავად ფიზიკურად მონაწილეობს. ევროპის კონტინენტზეა, ჯერ აზიაშია. თრაკიაში გააგზავნეს იქ ავარ ბერძნები, თრაკიელები, ისინი ამუშავეს, გაათხრევიეს, ასე იგი. თრაკია თანამედროვე ბულგარეთია. ბულგარეთი არის, ხო? თუმცა მისი სამხრეთ ნაწილი დღევანდელი საბერძნეთი. აი თესალონიკე იყო თრაკია. ქალაქი მე მგონი გვისმენენ ახლა. მე ათენელებმა დააარსეს იქ დიდი კოლონია და გაბერძნდა, ასე ვთქვათ. აიძრა და გადავიდა. ჰელესპონტზე გადავიდა მისი. ამბობენ, რომ პირველი მეწინავეები სპარსული არმიის, რომელიც გადადიოდა ევროპაში ხიდებს, ბოლო ნაწილები ჯერ სარდედან გამოსულერა. რამოდენიმე 100 კილომეტრზე გადაიჭიმა. ვინ მონაწილეობს ახლა უნდა შევეცადო. იმპერიის ხალხი. ხო, ვინ მონაწილეობს? ახლობით 50 ერი მონაწილეობს და დავიწყებ ახლა და არ შემიშალო ხე. დავიწყოთ აღმოსავლეთიდან. ომში მონაწილეობენ ინდები, საკები, ბაქტრიელები, არახოსიელები, დრანგიანელები, ჰირკანიელები, კარმანიელები, არიელები, ელამელები, კისიელები, სპარსელები, მიდიელები, ბაბილონელები, ასურელები, არაბები, ეთიოპელები, ეგვიპტელები, ლიბიელები, სირიელები, სომხები, შემდეგ კილიკიელები, ლიკიელები, პაფლაგონიელები, ფრიგიელები, კარიელები, იონიელბერძნები, კვიპროსელები, სომხები ვთქვით, ჩვენი წინაპრების ერთი ნაწილი, ტაოხები, მაკრონები, მოსინიკები, კოლხების ნაწილი, უტიები, კასპიები, რამდენი გამომივიდა? 53-ზე ხარ ასე. ხო, ნუ ახლა რაღაცა დამიტოვე. ხო. ისა სკვითები, თრაკიელები იქ ევროპაში შეუერთდნენ. ხო, რამოდენიმე ახლა 5 წელი გავახსენე. ხო, მე გამახსენე. 50
ბავშვობიდან ვიცოდე, ესენი ისე მიყვარდა ისტორია, ბავშვობიდან მახსოვდა ეს. მე როგორც მივხვდი, პრინციპი ეს იყო, შენ გამოყევი იმპერიის უკიდურესი აღმოსავლეთიდან, ინდებით. ტაპურიელები კიდე, ხო? ტაპურიელები ინდოეთიდან არიან, ხო? სოგდიანელები არ მithქვა, სოგდიანელები კიდე, უახლოვდები. კაი, დამას თავი დავანებოთ. ნუ მთელი აზია მოდის, გიორგი. ევროპის ნაწილიც. და ევროპის ნაწილი, მთელი აზია მოდის, აი სტიქია მოდის. იმას ჰეროდოტეს აღწერილი აქვს, ვინ როგორ არის შეიარაღებული, ყველა ხალხი. რითი არიან შეერა, როგორი არიან, როგორ წყობით მოდიან. ხო, გადავიდნენ ევროპაში, 7 დღე იჯდა მარმარილოს ტახტზე, ჰელესპონტზე და უყურებდა ეს მისი ჯარი 7 დღე, ერთი კვირა როგორ მიედინებოდა. ორხიდზე იჯდა და უყურებდა. და იყო ბედნიერი, ღმერთს გაუტოლდა. არც ბევრი აფერი არ აკლდა ღმერთამდე რა. მთელი აზია, ინდოეთიდან, ეთიოპიამდე, ეგვიპტიდან, კავკასიამდე, ნუ არ ვიცი, რაღაცა გრანდიოზული ამბავი. გადავიდნენ და თრაკიის ქალაქ დორისკში, რომელიც ზღვისპირზე იყო, დიდი ველი იყო იქ დორისკში. მოაწყო დათვალიერება აღლუმი თავისი ძალების. ახლა რა ძალებით არის, ახლა საინტერესო რამდენი არიან. ფლოტი ცნობილია, დათვლილია. ფლოტი არის 1207 სამხედრო გემი, ჩამოთვლილია ვისი არ. და 3000 სატრანსპორტო გემი, რომელსაც მიყავს ცხენები, ამუნიცია, საჭმელი. ამ გზაზე სამდე საბერძნეთში მივლენ სულ ისენი აქვთ გაკეთებული ბაზები. შუალედური აბა, ეს მეგაბაზმა მოაწყო თავის დროზე და მარდონიოსმა. თრაკიელებსაც ევალებათ და მაკედონელების მეფესაც ალექსანდრე პირველსაც ევალება. ყველაფრით უნდა უზრუნვა. ესე იგი ამბობენ, რომ მიდიოდნენ მდინარეებს აშრობდნენ. წყალი ხო ჯირდებოდა. ტბებს აშრობდნენ იმდენი. 1207 სამხედრო გემი, აქედან ყველაზე მეტნი არიან ფინიკიელები. 300 ფინიკიური გემია. პირველ ხარისხოვანი ფლოტი მსოფლიოში მაშინ სხვაზე ფინიკიელებს ვერავინ ვერ ამარცხებს. ბერძნები ახალგაზრდები არიან ამ საქმეში. მეორე არიან ეგვიპტელები, 200 ეგვიპტული გემი არის. 150 გემი ყავთ კვიპროსელებს. 100 გემი ყავთ კილიკიელებს. თვითონ იონიელ და დორიელ ბერძნებს, მცირეაზიელ ბერძნებს 200-ზე მეტი გემი გამოყოთ საწყლებს. თავის სამშობლოს წინააღმდეგ მიდიან. იმიტომ რომ ამდე დამარცხდნენ, ხო, აჯანყების დროს და უფრო მეტი, 200-ზე მეტი არიან ბერძნული, იონიური გემები. საბოლოო ჯამში იკარიელები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში არის 1207 გემი, სამხედრო გემი და 3000 სატრანსპორტო გემი. ესა გრანდიოზული ამბავია. ვიღაცებს დათვლილი აქვთ სამხედრო ექსპერტებს, ეს არის თავის თანამედროვე არმიას არ აქვს ეგეთი ლოჯისტიკები რა. რამდენი არიან ახლა? თან როგორ არის ფლოტი ან დორისკის ყურეში რომ ჩააყენეს თვითონ სიდონურ გემზე დგას ფინიკიურ გემზე ეს მეფე და იწერს ყველა გემებს და კაპიტნების სახელებს და იმას რა. დივნები უდგას და იწერა. ხმელეთზე რამდენი არიან ახლა? ახლა ბერძნები აჭარბებენ ახლა ჰეროდოტეც აჭარბებს და ყველა, მაგრამ როგორც აი ყველაზე ნომინალური და ყველაზე რაციონალური დათვლით, ნუ 9 მილიონიანი არმიით გადავიდა რა. ნაკლები არ იქნებოდა რა. ახლა ეკიპაჟები რო დაუმატო ამას და ისა ნუ რაღაც 700-1000, 800-1000 შილომი იქ მსახურები ამბები ასე კი არ მიდიან. სპარსელები არიან, გაეცხოვრება უყვართ და ამბები. წარმოუდგენელი მასშტაბი. ყველა ძლიერი შენაერთი არის უკვდავთა კორპუსი, ესენი არიან ელამიტები, სპარსელები და მიდიელები, არისტოკრატიის შვილები, ესენი არიან მეფის დაცვა. უკვდავები რატო ქვიათ? ერთი რომ მოკვდებოდა, გამოკლებულს ემატებოდა. ესენი არიან
უმაღლეს დონეზე გავწვი, ახლა აგოგე არ ქონდათ გავლილი ნამდვილად, ახლა სპარტელებთან ვერ მოვიდოდნენ, მაგრამ მაგარი ბიჭები არა. სპეცრაზმია. ხო. სამეფო დაცვა და პირველი 1000-ეული მარტო სპარსელები არის. ვინც კარავს იცავს, ქსერქსეს კარავს იცავს, მეფის კარავს იცავს. ამოვინე მოდის, მეწყერი მოდის. ახლა რა ხდება, ახლა ბერძნები მივედით, ახლა ნუ ამათმა ყველაფერი იციან, ახლა ეს დიდი სივრცე ახლა გეოგრაფიულად რუსეთის ტრამალები და ამბები და არ არის, ძალიან კომპაქტური ეს არის. ეს არის ევროპა, ეს არის კუნძულები, ეგეოსის ზღვა, მცირე აზია და აი აქ არის ასპარეზი, თალპიონი, საომარი, ხო, მოდიან. მოცოცავს ეს რაღაცა გველეშაპი მოდის, აზიური გველეშაპი მოდის, სტიქია მოდის. ბერძნები შეიკრიბენ კორინთოში. ჩვენ თქვით, რომ 80 ქალაქ-სახელმწიფო იყო, მაგ დროს უკვე მეტიც არის, იმიტომ რომ სიცილიაც ათვისებული 30 ქალაქ-სახელმწიფო შეიკრიბა. დაანჯერი დანებებული. სპარსელებს დანებდა თესალია, მთელი ჩრდილოეთ საბერძნეთი. ცენტრალური, ანუ შუა საბერძნეთიდან თებე. ზოგი ჯინაზე ნებდება სპარსელები, თებე დანებდა, იმიტომ რომ ათენელები არ უყვარდათ. აი პელოპონესში არგოსი დანებდა სპარსელებს, იმიტომ რომ სპარტელები არ უყვარდათ. აიგე? ამიტომ 30 ქალაქ-სახელმწიფო უმეტესწილად ესენი არიან მთელი პელოპონესი, სამხრეთ საბერძნეთი, სადაც მეთაური არის სპარტა, გამოკლებით არგოსი და აქეა. დაანჩენ ყველა მონაწილე, კორინთო, არკადია, ელიდა, ფლიუნტი, სულ ყველა აქ არიან სპარტა, დორიელები. მზად არის. პელოპონესის კავშირი უკვე არსებობს. პელოპონესის კავშირი არის სპარტის მეთაურობით და სარდლობით და მოკავშირეებს ევალებათ, რომ თავის ძალების 2/3 სპარტას უნდა მიცემ. სპარტის, ანუ პელოპონესელი მაგრად არიან რა. იმედი პელოპონესი. შუა საბერძნეთიდან ბრძოლის სურვილი გამოაცხადა ათენი, გასაგებია ევბეის ნაწილმა. პლატეა, ეს პატარა ქალაქი ერცახე. და თესპია ბეოტიაში ასევე. თებეს ბეოტიის, ანუ თებეს წინააღმდეგ, ეს ბეოტიური ქალაქია, მაგრამ ბეოტიიდან თებე კი სპარსელების მხარეზეა, მაგრამ ეს პლატეა და თესპია მაგარი პატრიოტები არიან. და კიდევ შუა საბერძნეთში არიან ლოკრები და ფოკიდელები. აი ეს არის კოალიცია. 30 ის არის. გაუგებრობები არის იქა ბევრი რაღაცა. ხო, გააგზავნეს სიცილიაში, სიცილიაში ძალიან ძლიერი მართველი არის სირაკუზის ტირანი, გელონ სიცილიელი. და იმას თხოვეს დახმარება, ხა სიცილიაში უმდიდრესი ქალაქები იყო და უმდიდრესი, იმპერია ჰქონდა იმაში, მაგრამ იქ იმას ჰქონდა პრობლემები კართაგენელებთან, ფინიკიელებთან. გელონს შესთავაზეს, რომ მოგვეხმარა. ივან უცნაურ პასუხი შემოუთვალა. კი, მოგეხმარებით ჯარით და ფლოტით, ოღონდ ერთ პირობით, სარდალმე უნდა ვიყო. ახლა ეს იყო, იქ დამთა სადაც სპარტელები იჯდნენ, სპარტელები ვინმე სარდლობის ქვეშ ასლაბარაღა, სიცილიელი. თუმცა ის დორიული იყო. სირაკუზი იყო კორინთელების დაარსებული. არა, არ გამოვიდა. პრობლემა არ კიდევ. ეგინას და ათენს შორის არ ცუდი ურთიერთობა, უნდა შეარიგონ. ყველა ვარიანტში უნდა შეარიგონ. შერიგდნენ. შეარიგეს ეგინა და ათენი. მადლობა ღმერთს, ახლა ფლოტი ყავთ უკვე ეს თემისტოკლეს მიერ ასენი ლავრიონის ვერცხლის საბადოებიდან შექმნილი ეს ფლოტი ყავთ, ახლა ათენელებს ძლიერი ფლოტი ყავთ, ხო? ეგინა და ათენი შეარიგეს და სარდლები ასარჩევ. და ლოკაცია სად ხვდებით მტერს, ხო? ორი მთავარი საკითხი. სარდლები აირჩიეს. სახმელეთო ძალებს, ჯარებს, ელადის სამხედრო ძალებს ჩაუდგა სათავეში ლეონიდა. სპარტა. აგიათი. სპარტა. საზღვაო ძალებს ვინ უხელმძღვანელი? აქ გაიმართა სასტიკი დავა. ყველა ძლიერი ფლოტი ათენელებს იყო. 360 გემიდან 200 არის ათენელების. გესმის? დაანჯენი არის, დაანჯენი ბერძნეთი.
ეგინა და ეს კორინთო და კორინთო მეორე ადგილზე იყო 40 გემი. ჯო მოიკლეს თავი ამ ეგინელებმა, მეგარელებმა და კორინთელებმა, რომ ათენელი არ უნდა იყოს ჩვენი სარდალი რა. თემისტოკლე არის, თემისტოკლემ შექმნა ეს ფლოტი ათენი. გაჭედეს რა იმათ პელოპონესელებმა. არ გვინდა. ათენელი არ უნდა მართავდესო და წამოაყენეს სპარტელი, რომელსაც არ ვიცი ახლა ზღვაში იყო ნამყოფი ის ევრიბიადე თუ არ იყო, არავინ არ იცის რა. ევრიბიადე, სპარტელი, არც სამეფო სისხლისა, მეორე ის ლეოტიხიდე დარჩა სპარტაში. ევრიბიადე უნდა იყოს. გაიჭედა სიტუაცია რა ძალიან. ათენელები დათანხმდნენ. დათანხმდნენ, თემისტოკლემ თქო თანახმავართ. იყოს ევრიბიადე, მე გაიხმო გვერდზე რა. უთხრა რომ შენ ახარ სარდალი, მე შენ გემორჩილე, მაგრამ რაღაცეები დამიჯერა. ევრიბიადემ უთხრა კი დაგიჯერებ. ახლა ისიც ჭკვიანი კაცი იყო, აფერი არ იცოდა და ახლა ყველაზე მაგარი ეს იყო. ლოკაციას ატყუთებით მტერს. ეს ზღვა რომ მოდის. და მეორე საკითხი კიდე რამდენი ვართ? რამდენი გამოგვყავს ჯარი? ლოკაციაზე შეთანხმდნენ, რომ ვიწრო ხეობაში უნდა დავხვდეთ ხმელეთზე და ვიწრო კონცხთან უნდა დავხვდეთ ფლოტს, რომ ჩვენი სიმწირე არ შეგვეტყოს. პირველი ვერსია იყო, რომ ტემპეს ხეობა ეს არის მაკედონიიდან თესალიაში რო გადმოდიხარ. ვიწრო გამოსასვლელია. ანუ ჩრდილოეთში. ჩრდილოეთში, ხო, თესალიის ჩრდილოეთ. თესალია გაყიდულია იმ ეზღარაზე. მაგრამ იქ დავხვდეთ. არის ასეთი ცნობა, რომ რაღაცა ნაწილი კონტინგენტი, სამხედრო კონტინგენტი იქ გააგზავნეს, გემებით გადასხეს იქ, მაგრამ და დაბანაკდნენ ტემპეს გასასვლელში, მაგრამ ალექსანდრე პირველი მაკედონიის მეფე, რომელიც ხმარი ქსერქსესი, მაგრამ გულით ბერძნების ხარაზე არის, გამოუგზავნა ისა რა ქვია ცნობა, ჩუმი ცნობა, რომ ტემპეს შესასვლელს აქვს ზურგიდან მოსავლელი გზა და ამის შესახებ სპარსელებმა უკვე იციან და ალყაში მოგაქცა. სასწრაფოდ ჩაჯდნენ გემებში და მობრუნდნენ. გადაწყვიტეს, რომ ეს არის თერმოპილე. თერმოპილეში უნდა ხო ახალი ლოკაცია, ხმელეთს. თერმოპილე ეს არის თესალიიდან შესასვლელი არის შუა საბერძნეთში და მერე სამხრეთ საბერძნეთში გადადიხარ, მაგრამ ეს შესასვლელი არის ახლა უფრო გაზრდილია, იმიტომ ზღვამ დაიკლო მის მერე რა, და უფრო ვრცელი ის არის, მაგრამ მაშინდელი ავტორები და მაშინდელი ისტორიიდან ვიცი, რომ 60 ნაბიჯია ერთ ადგილზე, სიფართეში. ვიწრო. ძალიან ვიწრო. გრძელი არის, რა 7-8 კილომეტრი არის ეს, მაგრამ ყველაზე ვიწრო ადგილზე 60 ნაბიჯი, 50 მეტრია, გიორგი. ანუ ამ ადგილზე შენ შეგიძლია გააჩერო. ის უმეტესობას ვერ გამოიყენებს რიცხობრივ უპირატესობას. გადაწყდა თერმოპილეში ვდგებით. თერმოპილე ნიშნავს თბილი კარიბჭე. თერმოპილე? ხო, იქ ვისენი არის, სამკურნალო წყლები ამოდის, ჩრდილოეთიდან ქალაქი ტრახინი არის, თესალიური ქალაქი. თან ეს საკრალურია სპარტელებისთვის და დორიელებს იტას მთა დაგყურებს მარცხნიდან. იტას მთაზე დაიფერფლა ჰერაკლე ხო მათი ორივე დინასტიის ის არის დამაარსებელი. ამ იტას მთის გადაღმა არის პარნასი. პარნასის მთაზე არის აპოლონის ტაძარი. აი წმინდა ადგილია რა, ყველა ბერძნი განსაკუთრებით ამ დორიელებისთვის ხო და რა შეეხება ზღვაზე, ეს არის კუნძული ევბეისა და თესალიის შორის სრუტეში, იქ არის არტემისიონის კონცხი, იქ ვიწრო ადგილი არის და ფლოტითაც იქ დავხვდეთ და პარალელურად არის ეს თერმოპილე და არტემისიონის კონცხი და ახლოს არის ერთმანეთ, ამიტომ კომუნიკაცია საზღვაო ჯარებსა და ძალებსა და სახმელეთო შორის ადვილია. აქ გავაჩეროთ. ანუ ჩრდილოეთ საბერძნეთი გამოიტირეს, ისედაც სპარსელების ხარეს გადავიდა, გადავარჩინოთ ახლა შუა საბერძნეთი. შუა საბერძნეთი რა არის? ეს არის ეტოლია, ეს არის ლოკრიდა, ეს არის ფოკიდა, ეს არის ბეოტია, ეს არის ატიკა, ეს არის არგოლისა მეგარიდა, ეს არის სალამინი კუნძული, ეგინა და ევბეა.
მერე არის სამხრეთ საბერძნეთი, ანუ პელოპონესი, იქ უკვე არის სპარტა, მესენია, ელიდა, არკადია, არგოსი, აქეია და ესა რა ქვია, კორინთო. აქედან ორი აქეია და არგოსი იმათ მხარეზეა. ყოველ შემთხვევაში ნეიტრალიტეტს აცხადა, არ მონაწილეობენ ომში. კრეტაც ჩაეხსნა ამ ამბავს, არ მონაწილეობს. მაყურებლები არიან. ახლა რამდენი არიან? ფლოტი არის ასეთი რა, არტემისიონთან თავი მოიყარა 271-მა ბერძნულმა გემმა. ისინი 1207 არიან. 1207. სამხედრო ხომალდი. სამხედრო ხომალდი, ხო. ათენიდანაც ელოდებიან რაღაცას კიდევ. არ ჩაკეტეს არტემისიონის კონცხი ჩაკეტეს ბერძნებმა იქ, რომ ვეღარ შემოვიდნენ შუა საბერძნეთში. ახლა თერმოპილეში რა ხდება? ეს არის 480 წელი, ოლიმპიადების წელი. და ოლიმპიადას დროს გახსოვთ თქვენ, რომ არ მონაწილეობენ. ჟიდოვა არის, დააყიალობენ ამ თამაშებზე, წყდება ომი, ყველაფერს ისე. აწილი, ყველა ელოდება ახლა ეს კოალიცია 30 ქალაქიდან რო შე, ყველა ელოდება რომ პელოპონესიდან სულ ცოტა 40,000 კაცი უნდა მოვიდეს რა, სპარტელები, არკადიელები, დანარჩენი ფლიუნტელები, რა, ორქომენელები, ყველა 40,000 ხოპლიც ელოდებიან. ანუ ამის საშუალება აქვს პელოპონესს, რომ 40,000 ხოპლიტი მძიმედ შეჭურილი მეომარი უნდა მოვიდეს, მაგრამ თან ეს კარნეის დღესასწაულები ემთხვევა, როგორც მაშინ რო ვერ გავიდნენ მაშინ მარათონში. საბოლოო ჯამში 40,000 კაცს ელოდებიან ეს შუა საბერძნეთის ბერძნს აწყლები რა. რომ მოვლენ ესენ პელოპონესელები, სპარტელები. მოვიდა 5,300. ვინ არიან ახლა ესენ? ორი დათვლა არის. ერთი არის ჰეროდოტეს დათვლა და მეორე არის დიოდორ სიცილიელის დათვლა. მე უაპელაციოდ დიოდორე სიცილიელის დათვლას ვემხრობ, იმიტომ რომ ისეთი რაღაცეები აქვს ჰეროდოტეს გამოტოვებული, უპატიებელი, რაც გაუგებარია რა. ახლა ამას ნუ დავთვლით. 5,300 აქედან 300 არის სპარტელი და 1000 არის პერიეკი. გახსოვს შენ პერიეკები თავისუფალი არამოქალაქეები. ვინ არის ახლა რახან ოლიმპიადა არის და რახან ეს კარნეის დღეები არის, არ შეიძლება ახალგაზრდების წასვლა, არ შეიძლება ისა, აგონა, ანუ ვარჯიში, ანუ შეჯიბრის დღეები არის, ის არის და მარტო მეფეს აქვს გასვლის უფლება და მეფეს აქვს უფლება 300 კაცი ყავდეს დაცვაში. გახსოვს ხო? ამიტომ ეს 300 კაცი ყავს, ამას აუცილებელი პირობა მამების ისა ბიჭების მამები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ სპარტა არიდებს თავს იმ კაცის გაშვებას ომში, ვისაც ბიჭი არ აყავს, რომ ოჯახი არ გადაგვარდეს და გადაშენდეს. კლერი, ძველი წილი, რასაც ერქვა. ამიტომ ესენი არიან დასრული მამაკაცები. ლეონიდეს მეფის დაცვა. თვითონ ლეონიდეს ასაკზე არის 700-ნაირი ისა, ზოგი იძახის 40 წლისა, ზოგი იძახის 50 წლისა და არის ცნობები რომ შეიძლება 60 წლის იყოს. აი რაღაცა 50 წლის ფარგლებში. შეიძლება ცოტა უფროსიც არის. 40 წლის არ აკავს რა. არ ემთხვევა იქ ისი ძმის თვითმკვლელობას, იმას, ამას არ ემთხვევა რა, ხო? ნუ ჭავეს არის, ასაკში არის რა, ახალგაზრდა არ არის და ბიჭი ყავს, პლისტარქე ყავს, შვილი ყავს. ახლავს თან? არა, პატარა არის. პლისტარქე. წავიდნენ 300 სპარტელი, 1000 პერიეკი, სავარაუდოა რომ 300 ილოტი ყავთ, იმიტომ რომ ამათ მსახურები ეყოლებოდათ ახლა 300 სპარტელს. და გზაში მათ შეუერთდათ 4,000 პელოპონესელი. არკადიელები არიან, კორინთელები არიან, ფლიუნტელები არიან, ანტინეელები არიან და ასე შემდეგ. 5,300 კაცით გავიდნენ რა, თუ ახლა ილოტებს მივამატებთ 5,600 კაცს. ვინ ხდება შუა საბერძნეთში? შუა საბერძნეთიდან გამოდის 1200 კაცი, რატო ასე ცოტა? იმიტომ რომ შუა საბერძნეთ გემებზე ასული. ათენელები გემებზე არიან,
ლატეელები გემებზე არიან, ყველა გემებზე არიან. არტემისიონში დგან ეხოფეები, მენიჩბეები, ჰოპლიტები და ასე შემდეგ. ანუ ხმელეთზე იბრძვის უმეტესწილად პელოპონესი, სამხრეთ საბერძნეთი და გემებზე იბრძვიან შვა საბერძნეთი. აი რაღაც გაუგონარი ხიფათი, ახლა უკვე სულისკვეთებას ვხედავთ, ხო გადარჩენაზე არიან. ბერძნები ან დარჩევიან არა. მოდის რაღაცა ღვთისრისხვა მოდის. ღვთისრისხვა. თუმცა სამობილიზაციო რესურსთან შედარებით ძალიან ცოტა რაოდენობა თუ ეს შეგრძნება და თუ აქვთ გააზრებული რამხელა სტიქიას უპირისპირდებიან ძალიან უცბად. და გააზრებულიცავ და საქმე ამაში არის, ეს აპოთეოზი. ეს სამივე მარათონიც, თერმოპილეც, მერე სალამინიც და მერე პლატეაც, ეს არის გაუგონარი გმირობა ხალხო. ეს ამიტომ გახდნენ ევროპის გმირები და ამიტომ ასწავლიან 25 საუკუნის მერე ხალხო სკოლებში ამას. რომ გაუგონა, არაფერს აზრი არ აქვს. თვითონ ბერძნული სამყარო 2/3 ჩაბარებულია პატრონს. ომი არ გვინდა. არ გვინდა ომი. შენ მერე ვის სპარსეთს? არის ისმის ასეთი რაღაცები. რამე იცვლება ადამიანის გუნება განწყობილებაში. კიევის ამ დღეში. რამე იცვლება, აფერი არ იცვლება ადამიანი, ერთი და იგივე წრეზე დავდივართ სულ, მაგრამ აი ეს არის, რომ სპარტა და ათენი და ლეონიდე და თემისტოკლე და მილტიადე და არისტიდე და ევრიპიადე და პავსანიოსი და რა ვიცი. ესენი არიან. ჩვეულებრივი ადამიანები რა. ფეხშველები მიდიან. არა შეჭურვილი, იარაღი საუკეთესო. სპარსელებზე უკეთესი იარაღია. სპარსელებზე უკეთესი სამხედრო თქმა აქვთ. სპარსელებზე უფრო განურღვეველი სამხედრო სისტემა აქვთ. ფალანგა. ამიტომ წავიდნენ. აუძღვა. ახლა ის შუა საბერძნეთიდან ვინ არიან ის 2100 კაცი? არის 700 თესპიელი. აი გული დაგეწვება ამ თესპიაზე. პატარა ქალაქია ბეოტის. არ არიან მეომრები, ხელოსნების ქალაქი. და სუთებეს ჰეგემონიის ქვეშ და დაჩაგურის ქვეშ არიან. 700 გამოვიდნენ თესპიელები. მოვიდა 500 ფოკიდელი და 500 ლოკრი. და ერთი ძალიან საინტერესო, აი ლეონიდე რომ მიუახლოვდა უკვე თებეს. თებელებს მოთხოვა რომ გამოდით საუმრად. ეს მოღალატე თებელებს. სპარტის მეფე მოვიდა თებელებმა ვერ გაბედეს და 400 თებელი შეუერთა. ახლა ბევრი ამბობს რომ რამ წააყვანია თებელები. მოღალატეები. ხო შეიძლება ზურგიდან დაგესხა. არა ძევლებად წაიყვან. 700 თესპიელი, 500 ლოკრი, 500 ფოკელი, 400 თებელი. სულ გამოვიდა 7400 კაცი. თუ დაუმატებთ 300 ჰილოტს, ჰილოტები ჩვენ რო ლაპარაკობდით, ჰილოტებს აკრძალული ჰქონდათ მძიმე იარაღს, თუმცა იყვნენ კარგი მონადირეები, შვილს კარგად ისროდნენ და ამიტომ სუბუქი მეომრები კარგი იყვნენ, ჰილოტ ნადირობდნენ ახლა ისინი. ესე კი არ იყო რომ ბაგაზე ყავდათ დამული სპარტელებს. დღეში გადიოდნენ ნადირობა იცოდნენ, ამიტომ სასროლ იარაღს კარგად ხმარობდნენ ჰილოტ, სათხედებს, შვილდებს, შურდულს და ასე შემდეგ. მაგრამ ესე თითო სპარტელს როგორც ჩანს თითო ჰილოტი მსახური ყავს. ანუ 7400 ჰოპლეტია. დაიკავეს ეს თერმოპილეს გასასვლელი, იქ იყო ძველი დორიული ციხესიმაგრე მორყეული. ახლა ეს ისეთ შესასვლელი იყო და გასასვლელი, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, ძველ დროში იყო აშენებული აქ ციხე, მაგრამ დანგრეული იყო და განაახლეს. ციხე არ არის, უფრო ბარიკადა. და ჩაკეტეს, ესა დაიბანაკეს. მოადგა ეს. ერქსემ გამოიარა, სპარსულმა აზია მოდის ეს.
გავს ეს თესალის ველები, მოდიან და მოდიან, ბოლო არ მოადგნენ ამ თერმობილას. აი ბოთლის ყელია რა, ვერ გაივლი. ამ ბერძნებმა რომ დაინახეს, ძალიან ბევრ შეეშინა, აი პელოპონესელებმა თქვეს, რომ აზრი არ აქვს, წამოდიო და ისთმოსის ყელიო, დავიკავოთ იქაც სამხრეთ საბერძნეთს შესასვლელი კორინთოსთან. 60 კილომეტრია თუ არ ვცდები თუ არა. და ის დავიკავოთ, რომ ამას რას გავაჩერებთ. ჩვენი სახლები, ჩვენი ოჯახი პელოპონესელები ამბობენ. ატყლეი შუა საბერძნეთის ბერძნები, რომ ხტალები, ფოკეელები და ფოკიდელები და ლოკრები და თესპიელები და ეს ადმირები არეულობა. ლეონიდე გამოვიდა თქვა, აქ რჩებით სულ ყველა. ფეხს არ იცვლის არც ერთი. ახლა რა ხდება? გვჭირდება უკვე უნდა გადავიდეთ ჯერ, იმიტომ თერმოპილე ბოლოში არის. არტემისიონთან რა ხდება? სხვას ბერძნები გამაგრებული არიან თესალიასა და ევბიას შორის ვიწრო სრუტე არის არტემისიონის კონცხი იქ არიან გამაგრებული, ყველაზე ვიწრო ის არის. მოდის სპარსული ფლოტი. ფლოტის მეთაურებად ქსერქსემ დანიშნა თავისი ძმები აქემენი და არიაბიგნე. ძმები არიან მეფის. წინ გამოუშვეს როგორ ჩანს ნაწილობრივ სატრანსპორტო, ნაწილობრივ სამხედრო. მაგრამ თესალიის მაგნეზიას რომ მოუახლოვდა ეს 400 გემი. ჯო ამოვარდა ქართეხილი და ჩაიტანა წყალში ეს. აი ამ ომის დროს, აი იტყვი აი ზევსი ომობს რა. იქ მარდონიოსის ფლოტი ხო ჯაძია. ახლა ნახე რამდენი ჩაიძირავს. ხო ნუ გამხეცებული აქემენი ეს სარდალი მეფის ძმა და მისი ძმა არიაბიგნე ეპიზმები არიან. მოადგნენ ახლა არტემისიონის სრუტეს და იქ არის აფეტის ყურე და იქ მოძებნეს მოვიდა მთავარი ფლოტი მემგემის სპარსელების და ბიჭო ახლა ბერძნები 271 არიან ჯერ 1000 სამხედრო გემი მოვიდა. იმ 400-დან ნაწილი იყო სამხედრო და ნაწილი იყო სატრანსპორტო. რო დაინახეს გული შეუწყვდათ ამ ბერძნებს და ეს პელოპონესელები ისე ვიზახენ რომ გავიდეთ აქედან ამათ ვერ გავაჩერებთ ჩვენ რა. თან ხარისხობრივად სპარსელების ჯობი ესენი პიონერები ახალი დამჟდრები არის. თემისტოკლემ გიავარჯიშა ამ იმაზე მერხებზე, მაგრამ ნუ ახლა იქ ფინიკიელები არიან, ზღვების ღმერთები არიან. 4-5 საუკუნეა ზღვებზე დაცურა. აფრიკაზე აქვთ წრე დარტყმული, ეს ცნობილია. ეგვიპტის ერთ-ერთმა ძველმა ფარაონმა ფინიკიელებს დაავალა, რომ გაცურეთ დასავლეთიდან. ხო გაცურეს დასავლეთით, აქ გეოგრაფია ვინც ვიცით რა. და 4 წლის მერე სპარსეთის ყურეში შემოვიდნენ. იმაში წითელ ზღვაში ანუ აფრიკას წრე დაარტყეს. ანუ ფარაონის გაშვებული ფლოტი, ფინიკიელების ბევრი არ იყვნენ. ანუ აფრიკას და აბასხვანაირად როგორ მოხდებოდნენ წითელ ზღვაში. 4 წლის განმავლობაში აფრიკაზე აქვთ წრე დარტყმული, რომ ითვლება, რომ პორტუგალიელებმა დაარტყეს, არა, ფინიკიელებმა. ხო და ეს 1000 გემი არის სპარსელების და 271 ბერძნი ატყდა იქ ერთი ამბავი რა. და ნუ ევრიბეადეც სარდალი სპარტელი იძახა ეს კორინთელები უნებიან. ვეღარ აკავებს რა თემისტოკლე. თემისტოკლესთან მოვიდნენ ევბეელები. შუა საბერძნეთის კუნძულზე არიან და უთხრეს თემისტოკლე ესენ თუ წავიდნენ და თქვენ თუ წახვედით ჩვენი ოჯახების ევაკუაციას ვერ ვახდენთ და რაც ერეტრეას დაემართა, ის დაემართა ჩვენ ქალებს და ბავშვებს და რაღაცნაირად დრო მოიგე. იქნებ არ გახვიდეთ აქ, ვიღუპებით. აქ ევაკუაციის პრობლემაც იყო. და თემისტოკლეს მიცეს 30 ტალანტი ვერცხლის, რომ მოისყიდეო რა ეს კორინთელები, განსაკუთრებით კორინთელები ყაყანებენ წასვლაზე და ეს ევრიბიადეც ამჯგუაზეა ფლოტის მეთაური. მოისყიდა ამან ესენი. კორინთელების ადმირალიც მოისყიდა და ევრიბიადეც მოისყიდა. თემისტოკლე გაჩერდნენ. პირველ. მაგრამ ახლა აქემენმა რა ქნა.
200 გემი გამოყო და დაავალო რომ ებიას დაარტყით წრე და სამხრეთთან ჩაუკეტეთ ამას. ანუ ბლოკადაში უნდა მოხდეს. ალყაში ექცევს. სხვით. წამოვიდნენ ახლა. თუმცა ეს გაიგო თემისტოკლემ, იმიტომ რომ ერთადერთი იონიელები ხო იბძვიან იქეთ ბერძნებმა, თემისტოკლეს თავის დროზე იმედი ჰქონდა რომ იონიელები ჩვენ მხარეზე გადმოვალენო, მაგრამ არ გადმოვიდა არც ერთი. ერთი გემი გამოიქცა, ლევნოსური გემი გამოიქცა და იმან ჩამოუტანა ამბავი, ამგეს სრულწრესად. დავალებით მიდიან. გამოვიდნენ პირველად ბერძნები საომრად ზღვაში გამოვიდნენ. არის 800 გემი იქიდან 271 არიან და ბერძნებს არ ჰქონდათ გამოსახ საზღვაო ბრძოლა იყო ურთულეს ხელოვნა. ბრძოლა როგორ მიმდინარე, ეს გემები ერთმანეთს ეჯახებიან, მაგრამ ცხვირებზე აქვთ ბრინჯაოს ეშვები რა, რომელიც ვატერლინიის ქვეშ არის და მთავარი არის რომ გვერდში ფერდში ან უკრიდან უნდა დაეჯახო და დაძირო რა. მთავარი არის გეომეტრია, საიდან მოექცე. რომელი კაპიტანია მაგარი, რომელი ეკიპაჟია მაგარი რა. ხო, რომ ტრაექტორია სწორად. ეს არის და თუ ახლა ხანდახან აბორდაჟებიც იყო, გვერდი. მეორე ამოცანა არის რომ რომელიმე მხრის ნიჩბები უნდა დაულეწო. დაეტაკები კორპუსით, ნიჩბებს თუ დაულეწო, ვეღარ მოძრაო ადგილზე ტრიალებს ისა და მე საიდანაც გინდა დაეტაკები. ანუ ტარანების ომია, შეტაკებების ომი. ახლა ამაში ფინიკიელებს ბადალი არ ყო, ბერძნები გამოუცდელები არიან და ეს გამოუცდელობა რომ დაეძლია მაინც თემისტოკლე ბრძანებლობს ახლა ის ევრბიადე მადლობა ღმერთს რომ უჯერებს. რომ გავიდნენ ბერძნები წრეში ჩადგნენ. დიდი წრე გააკეთეს. ესენ წამოესიან რა, იმათი ამოცანა რომ წრე გაარღვიან. ან ცხვირებით გარეთ არიან და მეთი რა ქვია სხეულით არიან შიგნით, რომ თავარი არის წრე არ გაგვირღვიონ რა. თორე თუ გაგვირღვიეს წრე და რიგი თუ გაგვირღვიეს, ვეღარ გადავჭერა. ფინიკიელებს ვერ ვაჯობებ ჩვენ. გარკვეული გაგებით ისევ ფალანგაასავით არის. წრე ბიჭო, გარეულმა ტახებმა იციან ასე, კახურჯიშის ტახები არის რა, რომ ემგლებს და დათვებს და იმგეს ებძვიან ეგრე. შუაში იყენებენ იმას, დედლებს და პატარა გოჭებს, ტახები ასე წრეში დგან. ბევრ ცხოველს აქვს ეგეთი რაღაცები. ვერავთ ვერ გაარღვიეს იმგან. და ისე წარმატებული იყო ეს ბრძოლა, რომ 30 გემი წაართვეს. აი გარღვევაზე რო შემოდიოდნენ, ვეღარ არღვევდნენ და ესენი იჭერდნენ ახლა. მარტო ჩაძირვა კი არ იყო. ნებდებოდნენ და ტყვეთ აყავდათ აბორდაჟს. 30 გემი წაართვეს ბერძნებმა. პირველი დღე შვენიერ კარგად დამთავრდა. ბერძნებს გაუძლეს. ამ საწყალებლებს დრო აქვთ, რომ ბავშვები და ქალები გამოიყვანონ და შუასავე ათენელები, პლატელები ვინც არიან, ხო ვინც იმათი ამოცანა არის, რომ იმაში გადაიყვანონ პელოპონესში ბავშვები დამალონ იქ. სპარტელებთან, ტრაზენელებთან, კორინთოზე რომ ბავშვები გამოყვანეს, ასე იყო, ხო იმათ ბავშვები გაყავთ, უნდა გადაარჩინონ. და ქალები სპარტელებს გაყავთ ამ დროს იგებენ ბერძნები. არ იციან ჯერ ახტება თერმოპილეში. ათენდა მეორე დღე, მაგრამ ღამე მოხდა უბედნიერესი ამბავი მოხდა ბერძნებს. ქარიშხალი ამოვარდა ის წრეზე წასული 200 გემი ჩაიძირა სპარსელებს. სეიმი არის, ინგრევა ბერძნული ფლოტი. ზევსი ჩვენთან არის. აშკარად მაგათთან იყო. პოსეიდონი ჩვენთან. კიდე მეორე სასიხალო ამბავი, ათენიდან 53 გემი მოვიდა კიდე დამატებით. ანუ მაგრები ვარ. დაემატა ბერძნულ ფლოტს. დაემატა ბერძნულ ფლოტს. ახლა ჩვენ ეს აქემენი და არიობიგნი არიან გამხეცებული, უფლისულები არიან, რაღაც მეფის ძმები არიან, რა არის ეს? რატო ვერ ვერევით ამათ? მეორე დღეს იყო კიდე ძალიან სერიოზული ბრძოლა იყო. ასევე დამთავრდა ფრედ. მესამე დღეს, უფრო სწორად მეორე დღეს იყო ბერძნებმა გამოუშვეს გარკვეული ნაწილი და იქ თუ არ ვცდები კილიკიელების ფლოტს გადაეყარნენ მცირე ნაწილს და ისინი დაამარცხეს. მესამე დღეს
ამ აქემენმა გამოიყვანა დიდია, მთელი ძალით და შეუტიოთ. აიმართა საშინელი ბრძოლა. მართლა ის დაუნდობელმა დამთავრდა ფრედ. მაგრამ ზარალი ნახეს ორივე. ბერძნებს 100 გემი დაუზიანდათ. იმათაც დაუზიანდათ, მაგრამ ფრედ დამთავრდა. ბერძნები მიხვდნენ, რომ მეორე ასე ბრძოლას ვეღარ გადაახო. ნახევარ ფლოტის დაზიანებული ის უნდა შეაკეთო, ნაპირზე უნდა ათრიოს და მოვიდა ცუდი ამბავი ძალიან. თერმოპილეში დაიღუპა ჯარი. თერმოპილე გამოარღვია ქსერქსს, ანუ ხმელეთზე დამარცხდა. ამიტომ იძულებულები ახლა თემისტოკლეც მიხვდარებს, ვეღარ შევინარჩუნებთ არტემისიონს, ლეონიდე დაიღუპა. ჯარი დაიღუპა, თერმოპილე დაკარგეს. ხმელეთზე დამარცხდნენ და ამოვიდნენ მოხსნეს სადაც ამოვიდნენ სამხრეთისკენ და ათენის სამხრეთით კუნძულ სალამენის ყურეში გამაგდნენ იქ, მაგრამ სანამდე ახლა ერთი რამე დამავიწყდა ძალიან მნიშვნელოვანი. როცა კორინთოში არიან შეკრებილები და გეგმავენ რაღაცას, ელჩები გააგზავნეს პითიასთან. აინტერესებთ რა იქნება. წინასწარმეტყველო, პითიამ შემოუთვალა ასეთი რამე. თავს არ დამცა. ათენელებს შემოუთვალა, რომ ხის კედლები გადაგარჩენენ. ხოლო სპარტელებს შემოუთვალა, რომ ბარბაროსები ან სპარტას აიღებენ, ან მეფეს მოგიკლავენ. და შეიძლება ითქვას, რომ ეს რომ მოუყვნენ იმას ლეონიდას, თან თქვა მეიყო ლომი დაეცემა. ლომი ქვია ლეონიდე ლომია. ჩვეულებრივად მიიღო. ზოგი ამბობს, რომ გაიღიმა კიდევაც. ანუ აბსოლუტურად გააზრებული. ან სპარტა დაიღუპება, ან მეფე უნდა დაიღუპა. თუ მეფე არ დაიღუპა, მაშინ სპარტა დაიღუპება. ახლა რაც ხდება თერმოპილეს დაუბრუნდა არტემისიონი, ნუ რაც შეეძლო თქნეს ბერძნებმა რა, მაგრამ ნუ ახლა ვეღარ გაუძლეს. თუმცა ამასობაში ეუბეელებმა და შუა საბერძნეთის ქალაქებმა, მეომარმა ქალაქებმა მაინც მოასწრეს და ბავშვები და ქალები გახიზნეს პელოპონეში მოასწრეს. დღეების ამბები იყო გიორგიეს. სულ. ახთება თერმოპილეში, როცა მივიდნენ ეს ბერძნები, ახლა ეს ლეონიდ მიასწრეს სპარსელებს, ხო, სპარსელები მერე მოვიდნენ, ახლა მოადგნენ და ნუ ატყდა ერთი ამბავი, ხო, ახლა ეს გავიარეთ ჩვენ. ლეონიდემ თქვა, რომ აგვრჩევით ხმა კრინტი არ გავიგო არავის. 4 დღე, ხო, სამდე ეს დაიწყო, სპარსელები მოვიდნენ, იქ ტრახინელი ეს მოვიდა, გლეხი მოვიდა და იმდენი არიან ჯერმოსულები არიან, იმდენი მოდიანო, იმდენი ამ ბერძნებს ეუნება. რომ მაგენმა რო გამოისროლონო ეს შვილდებია. ბევრი ვარიაცია ტყვებიან, მაგრამ როგორც ჩანს ასე დააბნელებენ რომ ზესო, იმდენი ის არის შეუძლიათ გამოისროლონ, მაშინ უთხრეს ბერძნებმა, რომ არა უშავს, მაშინ ჩვენ ჭრდილში ვიომებთ. ხო, ეს ნერვული სისტემა სპარტელებს საერთოდ გაუგებარი იყო. მერე რომ მოვიდნენ ესენი. სპარტელები მოვიდნენ, ბიჭო დაადგნენ ბანაკად, იქ ხედავენ ხეობაში დგანან, ესე არ რეაგირებენ არაფერს. ხო, მისა გაუგზავნა ელჩი. პროფესორად 4 დღე ელოდება. ან ჯამბარდებიან, ან წავლენ, გიჟები არიან ესე. გააგზავნა ელჩები რა, უпроსორად ზვერავები, გაიგეთ ერთი რა შვებიან. ჩვენ ზვერავები უყურე, ეს პარტელები ვარჯიშობენ, ჭიდაობენ, რაღაცებს იარაღწმენდნენ, იბანენ, წველებს ივარცხნიან, თმებს ივარცხნიან, ესა რა ქვია, ერთობიან, იცინიან, რაღაცები. მოუტანა ამბები, რას აპირებენ რა, არ გარბიანო, რა გარბიანო, თამაშობენო, ჭიდაობენო, ვარჯიშობენო, იარაღწმენდენო და ტანსიბანენო და თმებს იმაშვებია, ულიან, წვერებს. ამან დაუძახა ამ დემარატეს რა. აქცეული რო არის მეფე. ქსერქსენ და მოდი ერთი გამაგები, რა ჯიშის ხალხი ხართო თქვენ. რა შვებიან ესენი?
გიჟები არიან ესენი. ამან ვთქვა რომ როცა სპარტელები ვიარაღს წმენდენო და წერს ივარცხნიან და თმებსო და ტანსიბა ეს ნიშნავენ რომ სიკვდილისთვის ემზადებიან. სპარტელები ასე კვდებიან. მოწესრიგებულ ხოთაჟის სამურაებს ქონათ სიკვდილის წინ იბამდნენ და ბრძოლის წინ აუცილებლად სუფთად უნდა შეხვდეს სიკვდილს. ბევრ მეომრულ კოდექსში იყო ასეთ განსაცმლის გამოცვლა და ეს ომისთვის ემზადებიან 4 დღე ელოდებოდა. რო იქნებ წავედეთ მე 4 დღეს გააგზავნა ელჩები და უთხრა შეუთვალა ეს ჯო დანებდით რა სპარსეთის მეფეს დანებდით ყველა ხალხი ბედნიერად ცხოვრობს თქვენ რა გინდათ პასუხობენ რა თქმა უნდა სპარტელებით განანძი რა ჩაგვაბარეთო იარაღიო რა იმენა დაუძახი მოდი და წაიღეთ ფასცინას და ნუ აღარ არის საშუალო ახლა დიდხანს ქსერქსე ვეღარ გაჩერდები თუ ამ ხელა 9 მილიონიანი არმია ყვება უნდა ყველა საათი ყველა ლოჯისტიკა თქვენ ხო გესმით რა არის ახლა ბორის პაიჭაძე 50000 კაცი ხო 10 ბორის პაიჭაძე რო ყოველდღე უნდა გამოყვებო სტადიონი არა ეს ბავშვები და ქალები მამაკაცები არიან მცხენებით, იარაღით, საზიდრებით და რა ვიცი ხო, მე 4 დღეს ბრძანა შეტევა. აიწყოს. პირველი გაუშვა მიდიელები. იმათი ნათესავები, ვინც მარათონში დაიღუპნენ. მიდიელები, კისიელები ელამიტების ერთ-ერთი ტომი არის. კისიელები და ერთი ცნობით საკები არის. მიუშვა ახლა მაგარი მეომრები იყვნენ ესე ნუ დანაყეს რა ამ ბერძნებს ეს კედლად დგანან წინ სპარტელები დგანან ზოგი ამბობს რომ 4 ნაწილად გაყო სპარტელებს 75 კაცი და ბერძნების კონტინგენტებს ან ოფიცრები არიან ესენ ფაქტიურად სპარტელები და ისინი ლეონიდე სპარტის მეფე ჩვენთან არის და ან ჩემ ბერძნებსაც სული მაღალი აქვს და განწყობა მაღალი აქვს მაგრამ ხა ბრძოლა ისეთი არიციან იმათ მაგრამ სპარტელებმა ჯერ მიდიელები, კისიელები, საკები, ყველაფერი ვერ უკნა. მერე მეუშვა უკვდავები. უკვდავების მეთაური არის ჰიდარნესი. ახალგაზრდა შეუპოვარი სარდალი, დარიოსის მეგობრის შვილი. ჰიდარნესი ეს არის და უკვდავთა კორპუსი ეს არის მეფის გვარდია. გიორგი ისენიც დანაყეს რა სპარტელებმა. გაგიჟებული ამ ბრძოლის დროს ყვებია რომ სამჯერ წამოიჭრეს ტახტზე შემაღლებულზე ქსერქსე უყურა სამჯერ წამოიჭრა ფეხზე გადარეულია ვეფერს ფეხი ვერ მოაცვლევ ფრონტს ვერ შლის ვერაფერ და იქიდე ერე შუბლზე რომენიან ნუ აი მასშებიან სპომენ რა ცელავენ ყველაფერს რა კომბაინები არიან ვერ ეკარება ვერავე ვინც ეკარება ყველას კლავენ 100 კვდილებენ ძირს იმათ არიან, ფარებში არიან, შერენგაში დგანან, თავარი იარაღი არის, რა თქმა უნდა, შუბი, დაუნდობელი, სასტიკი და სასიკვდილო სპარტის შუბი. ხლებს უკვე ახლო ბრძოლაში ხმარობენ. ვერ ეკარებიან, იმ დღეს დაიღუპა 6000 სპარსელი. იმ დღეს. მეორე დღესაც, აი ტალღაზე მედის, 1000-ულები და 1000-ები ჯო ვერაფერს ვერ უშვებიან. დაღამდა მეორე, საგონებელში ეს ქსერქსე ჩავარნელი რა. ნუ იღუპება მისი ლაშქრობა. რაღაცა პატარა ჯგუფი ბერძნები, რამოდენიმე 1000 და სინამდვილეში და 300 სპარტელი, მილიონიან არმია, 9 მილიონიან არმია და ყველაფერი იყრება, ამდენი ხარჯი, ამდენი დრო, ამდენი უბედურება, ამდენი გზა, ამდენი ისა, ხო? კამპანია უვარდება რა. ისტორიას აქვს ცინიზმი, ბოროტი ცინიზმი. გამოჩნდა მოღალატე გამოჩნდა. ეს არის თესალიელი ბერძენი ეფიალტა. ხამე მივიდა ბანაკში სპარსელებთან და იქ უთხრა რომ მეფეო შემახვედრეთ და მეო ეტყვიო როგორ უნდა მოიგოს ეს ბრძოლა. ნუ შეახვედრეს, წემსია.
მე ვიცი ბილიკია რომელიც ზურგში მიდის თერმოპილეს ახ საინტერესოა ამ ბილიკის შესახებ მანამდე დამავიწყო თერმიმან ლეონიდე მიცოდა და ამ ბილიკის ჩასაკეტად აი ეს შუა საბერძნეთ 500 ფოკიდელი და 500 ლოკრი დააყენა იქა მაინც იმისთვის როზული ხო ეს 1000-ეული დგას იქ სპარტელები არ არიან ლოკრები არიან ფოკიდელები არიან ცუდი მეომრები არ არიან მაგრამ ნუ ახლა სპარტელებთან ბავშვები არიან ესე ეს ბილიკიო ვიცი ზურგში გაგიყვანთო 20,000 მეომარი მიცა ჰიდარნეს მათ შორის უკვდავებიც და ჰიდარნეს დაავალა თავის სარდალს ქსერქსენო დაარტყიწრე და ჩაკეტე გასასვლელი ალყაში მოვაქციოთ წავიდნენ ესე საცალფეხო თხების და იმგენის საცალფეხო ბილიკი იყო რა კავალერი არ იყო იქ ასე მიდიან იმგენმა დაინახეს შორიდან ფოკიდელებმა და ლოკრებმა ხოლო შეეშინდათ ახლა მასა რომ მოდის ჯო ამათაც შეეშინდათ რა ქვია ამ ეფიალტეს არ უთქვია რომ იქ 1000-ეული დგას ალბათ არც ის უთქვას რომ სპარტელები არიან ხო და ამათ სპარტელები ეგონათ და შეეშინდათ და ეს მივიდა ეფიალტე ნუ გეშინათ თუ ეგენი არ არიანო სპარტელები იქ არიან ხეობაში ამათმა შვილდები დაუშვეს შორიდან და იმათ ეგონათ რომ ნუ ახლა რაღაცა გავმაგრდეთ სამე და წინააღმდეგობა გავუწიოთ და წრე გააკეთეს დიდი ფარების წრე გააკეთეს აიწია რაღაცა ბორცვზე გამაგდნენ მაგრამ ამან დაანება ამ ჰიდარნესმა ამ ბორცვს თავი და გააგრძელა გზა და აიწყო დააყრის დარტყმა და ახლა ფოკიდელებმა მოახერხეს და გაიქცა ეს კაცი მალერსბოლი ანუ ამბის მიმტანმა ჩაიტანა და ლეონიდეს დილით მიუტანეს ამბავი რომ ალყას გვარტყა შეიკრა საბჭო რა ვიღაცები ვიზახიან ნუ დავტოვოთ რა ხეობა რა ალყაში ვართ და სანამდე დრო გვაქვს გავიდეთ რა ლეონიდემ უსმინა ყველას უსმინა უთხრა რომ წადითო თქვენ ჩვენ სპარტელები ვრჩებით აქ ვისაც გინდათ დარჩითო ოღონდ ვისაც გინდათ წადით მიხედეთ ოჯახებს მიხედეთ და იონეთ საბერძნეთისთვის რა მაგრამ ჩვენ გამორიცხულია სპარტელებს ბრძოლის ველი დაეტოვებიოთ ეს არ იყო მათი წესი გაიქცა და მით უმეტეს მეფეა ბრძოლის ველს ჩვენ ვრჩებით აი ჯიგრები არის თესპიელი 700 თესპიელი დარჩა როგორ ჩანს ის 1000 პერიეკი რა თქმა უნდა სათვალავში არ წერია მაგრამ იქ იქნებოდა ესენი არ წავიდნენ სპარტელებს არ მიატოვებდნენ ის რაც თავარია ლეონიდე თებელებს უთხოვ თქვენ რჩებით მძევლებად რო ყავდა წავარული ანჩენ გამოვიდნენ ჯო ახლა დილა ხო რა სასიკვდილოთ არის ყველა განზერული აქიდან ორივე მხრიდან მოდიან ვერ გადარჩები უკვე სიკვდილია მეტი ამის იქეთ სიკვდილია რა უნდა უთხრა შენ ჯარს აი როგორ უნდა შეაგულიანო ახლა ხო ან რა სიტყვა ახლა ბრძოლის წინ ცხოვრებაშიც და რელიგიაში და პირველად იყო სიტყვა ხო ბიბლიაზე იწყება სახარება ხო მაგრამ აი სიტყვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ისტორია შეუცვლია სიტყვებს ხო ბევრი ასეთი რა უნდა უთხრა ამ განწერულ ხალხს აი თან სპარტელი რო ხარ მოკლედ რო ლაპარაკობ გამოვიდა მეფე რა ლეონიდე ლომი გამოვიდა და ეუბნება ასეთ რამეს რა ახლა ვისაუზმებთ აქ ხოლო ვივახშმებთ ჰადესში სამოთხეში არა ჯოჯოხეთ სამოთხე არ გქონდათ ჰადესი არის აიქი როგორ ნათქვამი ახლა ვისაუზმებთ აქ ხოლო ვივახშმებთ ჰადესში ანუ საღამოს არც ერთ ცოცხალ არ ვიქნებით ლო მართლა ლეონიდე გადაწყვიტეს რომ აღარ დაველოდოთ და წრე შეკრეს და ერთი ცნობა არის ესეთი რომ უნდათ ქსერქსეს მოკლა
თვითონ გადავიდნენ შეტევას. გამოვიდნენ ხეული. აუარებელი სპარსელები დახოცეს. ვერ მიაღწიეს იქამდე და შორიდან ნასროლი შუბი მოარტყეს ლეონიდას და მოკლეს. სასტიკი ბრძოლა გაიმართა ლეონიდეს გვამისთვის. იმათაც წართმევა უნდა ნადავლია მეფის გვამი. მათთვის და ამათმა უნდა სამჯერ გადავიდა ხელნა, სამჯერ წაართვეს სპარსელებმა, სამჯერ ამათმა დაიბრუნეს უკან და მე უკნიდანაც მოვიდა ეს ჯარი. გავიდნენ უკან დაიხიეს მერე და რაღაცა ბორცვზე გამაგრდნენ. რამოდენიმე ათეულია უკვე დარჩენილი. ეს ბრძოლა აღწერილი არის, იარაღი ხო დაელეწათ. ფარებით, ხმლები, შუბები ხო დაელეწა, მე აღწერილია. აი ტალახი, სისხლის ტალახი და კბილებით, ქვებით ომობდნენ ბოლომდე და დაიხოცნენ სულ. ქსერქსე მოაძებნია, გაუგნებული იყო. 20,000 სპარსელი დაიღუპა და 3,000 ბერძენი დაიღუპა. მათ შორის ყველა სპარტელი და ყველა თესპიელი. თებელებს რა დაემართათ. ამ გახურებული ბრძოლის დროს გამოეყვნენ ამ ბერძნებს და ტყვედ ჩაბარდნენ მათ. თუმცა იმათმა თავიდან ვერ მიხვდნენ, შორიდან ესროდნენ, ის დროს ბევრ დახოცეს. მერე მაინც აიყვანეს ტყვედ და არ დაინდეს და ბორკილებ დაადეს მონებათ აქციას. თუმცა მერე თებე პლატეას ომში სპარსელებს ხარეზეობა. თებეს ეს ჰქონდა სულ სირცხვილად გაყოლილი. რომ სპარსელებთან პანელინური, საერთო ელინური განსაცდელი დროს ისინი მტრების ხარაზე. მოაძებნია ეს გვამი. ლეონიდეს გვამი მოაძებნა, გაუგნებული იყო ეს ქსერქსე და მოაკვეთია თავი. ძელზე გასვა მისი თავი. მერე ჯვარზე გააკრა, ერთი ცნობა არის, რომ სხეული ჯვარზე გააკრა. მერე ჩამოხსნა და თავის სამხედრო გემზე, სიდონურ ფინიკიურ გემზე წინ ააკრა მისი სხეული. მერე 40 წლის მერე დაიბრუნა სპარტელებმა, თუმცა ომში გაიმარჯვეს სპარსელები და გვამი დაიბრუნა ეს? გვამი და ნეშტი. ნეშტი რაც დარჩენილი ალბათ დაიბრუნა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ უკადრებელი იკადრა ქსერქსს. მამის ამას არიზამდა. ამოწყული იყო დარიუსი. ამას შანსი არ არის. ქსერქსე რამე წლის იქნებოდა მაგ პერიოდისთვის? ახალგაზრდა. ახალი ასულია ტახტს. და სპარსულად როგორ უწოდებდა? შარკშა. შარკშა. შარკშა არის სპარსულად. ბერძნული. ბერძნულად ჩვენ ყველა სახელი ვიცით, ბერძნები არიან ნათლია მსოფლიოს. ბერძნებისგან ვიცით ყველა. ჩვენი ისტორია ვიცით ბერძნებისგან. აბა არგონავტების მითი რომელ ქართულ წყაროში წერია სადმე. ან თუნდაც ძველი მე რომაელების ისახა იგივე ფარსმანზე რო ლაპარაკობდით და იბერიის იდეაზე და ეს საიდან ვიცით? რომაელებისგან ვიცით. ხო, დაფასება უნდა რაღაცებს რა, ევროპელები რო არ ყოფილიყვნენ, არაფერი არ გვეცოდინებოდა ჩვენ შესახებ. ხო. რაღაცები უნდა დააფასო ადამიანმა. მადლიერი უნდა იყო. რა მნიშვნელობა ევროპელი, აზიელი არ აქვს მნიშვნელობა. ქართლის ცხოვრებაში დინასტიები ან სპარსული ყავს, ან სომხური. და სომხური წყაროები წერენ, რომ ფარნავაზიანები მართავენო. გესმის შენ? ქართლის ცხოვრებიდან ვიცით, რომ აი ფარნავაზის მერე ხან სომხური დინასტია არშაკუნიანები არიან, ხან ხოსროიანები არიან. აი სომხური წყაროები წერენ, რომ აქ ფარნავაზიანები მართავენ იბერიაში სულ. ესეც ხო ის არის არა? ხო ვითომ პირიქით უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფერი თვითონ არ იციან ამის შესახებ. წერენ, რომ იბერიაში სულ იყვნენ ფარნავაზიანები მართავდნენ. ამბანის თემაც რა, სომხურ წყაროებში რა არის, ვითომ ესროპ მაშტოცმა შეგვიქმნა. სომხურ წყაროებში წერია, რომ ფარნავაზის დროს არის შექმნილი ქართული ამბანი. აბა ასე არა, ფავსტოს ბუზანდი წერს, სომეხი ისტორიკოსი, რომ ფარნავაზიანები მართავენ. ამდენი წელია იბერიას. ხო, ამიტომ
დაფასება ეს წყაროებს უბერძნებიდან ვიცით ხო ნუ დაეცა ეს ლეონიდე დაეცა მოკვდა სპარტის მეფე მოკვდა აი სხვა შემოვიდა რა ნიაღვარი შემოვიდა შუა საბერძნეთში ახლა და მე უკვე ამას გავაგრძელებთ ჩვენ უკვე მე რა მოხდება მაგრამ მე მინდა ვერ როცა ბერძნებმა გაიმარჯვეს როგორც წეს პატივი ლეონიდეს ახლა მე აუგეს ძეგლი დადგეს ლეონიდეს სადაც დაიღუპა იმ ადგილზე ძეგლი დადგეს კვარცხლბეკი დგას და ზედ არის დამჟდარი ლომი აწერია სიმონიდეს ლექსი ნადირთა შორის მე ვარ უმამაცეს ხოლო კაცთა შორის უმამაცეს აქავ დარაჯობ აჩეხება დანარჩენებს მე მათი ძვლები მოაგროვეს და საერთო ის არის ვერსია საერთო საფლავისა მაგრამ ამ დანარჩენ სპარტელებს აქვთ ეპიტაფია ასევე სიმონიდეს ეპიტაფია აწერია იქ ესე აწერია გავიხსენებ მგზავრო აუწყე ლაკედემონს რომ ჩვენ ერთგულნი ფიცის აქ განვისვენებთ რომელი ფიცია შემთხვევით ხო არის ლიკურგეს ფიცია ფეხი არ უნდა მოიცვალო ზოგი ამბობს რომ ყველა დაიღუპა სპარტელები ყველა არ დაღუპულა ერთი გადარჩა არისტოდემი თვალებით კიოდა და მეზობელ სოფელში გაუშვა სამკურნალოდ დასასვენებლად ლეონიდემ და ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა მე სპარტაში ჩავიდა დაარქვეს არისტოდემი მხდალი იყო კიდე მეორე ევრიტე რომელმაც რო გაიგო ბრძოლა მიდიოდა შევიდა და მოკვდა ბრძოლაში იყო პანტიტე რომელიც თესალის რომელიღაც ქალაქში გააგზავნა რაღაც დააბარა მან და ვეღარ ჩამოუსრო იმ პანტიტემ იცოდა სპარტაში რომ სირცხვილი ელოდება თავი ჩამოიხრჩა მაგრამ ეს არისტოდემი დაბრუნდა სპარტაში ჯოჯოხეთი იყო მისთვის ის ერთი წელი აი ყველა დას ბავშვები ქალები მისი ოჯახის წევრები არისტოდემი ხდალი დაარქვეს როგორ დამთავრდა მისი პლატეასთან რო ბრძოლა მოიგეს მომავალ წელს უკვე მთელი საბერძნეთი გამოვიდა პლატეასთან რო ბრძოლა მოიგეს სამდე ბრძოლა დაიწყებოდა ორი ჯარი დგა სპარსელების და ბერძნების ეს გამოეყო ბერძნების ჯარს მარტო წავიდა და შეაკვდა იმგენს მე დანარჩენი ბერძნები ძახონ სიცხვილეო პატივიო ცეთო რა ასე მოკვდა მაშინ პავსანიოსი იყო სარდალი სპარტელების და იმან თქვა არა ეგო იყო სასოწარკვეთილი ქმედება და მერეო წეს დაარღვია რიგი არ უნდა დატოვო ამიტომ თვითონ სპარტელებმა თქვეს რომ მისთვის პატივი მიეგოთ ბერძნები ეხვეწებოდნენ ნახე როგორ მოკვდა რა ცეთ რა პატივი არა ფიც დაარღვია ასე დასრულდა რა ბოლო ეპიტაფია ეს არის რა ეს ფანტასტიკური სიმონიდეს ლექსია ესაც რა მგზავრო აუწყე ლაკედემონს რომ ჩვენ ერთგულნი ფიცის აქ განვისვენებთ ლეონიდე გახდა არქეტიპი გმირის სოფლიოში მე რომაელებისთვის ეს იყო რაღაც ანიმუშო რომაელები გაბატონდნენ სოფლიოს აი ლეონიდე იყო მე დაივიწყა შუა საუკუნეებში ევროპამ ჩაიძინა შუა რომის მერე ხანგრძლივი ძილი ქონდა ევროპას აღორძინების ეპოქა რომ გაცოცხლდა ეს გმირი და უმაღლეს დონეზე აიყვანეს საფრანგეთის რევოლუციის დროს ლეონიდე გახდა ევროპის თავისუფლების კაცის შეუპოვრობის სიმამაცის
არამონობის, არადაუმორჩილებლობის სიმბოლო და დღესაც ასე არქეტიპია. ლეონიდე არის გმირის არქეტიპი. მათ შორის ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენმა მეფეებმაც კარგად იცოდნენ ლეონიდეს შესახებ, კარგა გვარიანად რა. დავით აღმაშენებელი განათლებული კაცი იყო, თამარი მით უმეტეს, ბაგრატიონები განათლებული ხალხი. ჩვენი არქეტიპიც არის. და პირადი მაგალითი და ახლა სპარტაში ხო რა მოხდებოდა მეფე მოუკლეს ადუღებულია სპარტა და აი ამ ადუღებულ სპარტაზე და ადუღებულ საბერძნეთზე რომელმაც მაგალითი მიიღო ეს შეშინებული დადედლებული საბერძნეთი უცებ სიმამაცეში გადავიდა რატო იმიტომ პირადი მაგალითი რა მოიგო ახლა ხო რა შედეგი დადგა დრო მოიგეს ცოლშვილის გახიზვნისთვის ბერძნებმა და მაგალითი მიიღეს და სპარტელებისთვის ამაზე მეტი გიორგი ახლა мотивация რა იყო მეფე მოუკლეს აი მე როგორ მიდის ეს საქმე და რა მოხდება ეს იქნება ჩვენი შემდეგი ლექცია დღევანდელი იყო მე ვფიქრობ ჩემთვის საკმაოდ მძიმე ბავშვობიდან მამა ჩემისგან ვიცოდ ჯერ რა კითხვა არ ვიცოდი მაშინ რო გვიყვებოდა ამ იმას ჩემთვის აი ესეთი დღესაც განვიცდი ამას არტემისიონი თერმოპილე და ლეონიდე ძალიან საინტერესო იყო ემოციურადაც ძალიან საინტერესო კარგია თუ გადავეცი ემოცია ჩვენს მაყურებელს დარწმუნებულად ასე მოხდა კიდეც მადლობა უთხრა ჩვენს მაყურებელს შენ განსაკუთრებით ამ დღევანდელი მონათხრობისთვის და შევახსენოთ დროების არხის მაყურებელს რომ გამოიწერონ, მოიწონონ, გადააზიარონ და დაელოდონ ახალ სერიას მოგზაურობა წარსულში. შემდეგი იქნება სალამინი და პლატეა, ძვირფასო მეგობრებო.